დღეს 24 მარტია, ხუთშაბათი დღეა და ტრადიციულად საქმიან დილას წარმოგიდგენთ. დილამშვიდობის, ეკონომიკა, ბიზნესი და სხვა აქტუალური და მიმდინარე თემები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. საქმიან დილას გვან სალაღიძე, ბექა ბაციკაძე და ნინო ვარდუსანიძე წარმოგიდგენთ დილამშვიდობის. დღეს გადაცემაში ნახავთ, რატომ გაათავისუფლეს თბილისის რამდენიმე ბაღის დირექტორის სამსახურიდან ჩატარებული აუდიტის შედეგები, დასკვნა და არგუმენტები ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა საქმიან დილაში. საქართველოს კინოცენტრის დირექტორს ნანა ჯანელიძეს რამდენიმე დღეში უფლებამოსილების ვადა ეწურება, როგორ აფასებს ის თავის საქმიანობას და წლის ბოლო წლებში ქართული კინოს განვითარებაში. რა მიზეზით შემცირდა ექსპორტი ევროკავშირში, ქართველი ფერმერები მიზეზებზე და რეკომენდაციებზე საუბრობენ. გადაცემას დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ვიწყებთ. სასტუმრო ქორთიარ მერიოდში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმზე მთავრობა ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს წარადგენს. ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს. შეხვედრას მთავრობის წევრები საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტროლი გამკაცრებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე გაამკაცრა. აღნიშნული ქმედება ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს. არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს. მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუთიშვილი მარჯვენა საჭიანი და საჭე გადატანილი ავანქანების რეგისტრაციის აღზრდის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებს. მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედეს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით ხუთიშვილმა განმარტებები პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე გააკეთა. სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის დაწესებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით ხუთიშვილმა განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა, ხოლო თუ კი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის ჩააბარებს გამოცდას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6 წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 8-დან 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლეტების აქციზით დაბეგრაც. ყიბულელმა მეშახტებმა კომპანია საქნახშირი GIG ჯგუფის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს. საგაფიცო კომიტეტის წევრის ლევან ბეშკინაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეშახტეთა ნაწილ შრომით ხელშეკრულებაზე ხელი პირობების გაცნობის გარეშე მოაწერინეს. საქართველოს ნახშირის და სამთო მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ის პროფკავშირების ადგილობრივი კომიტეტის და საგაფიცო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ყიბულში კომპანია საქნახშირი GIG ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანიის და პროფკავშირების იურისტები ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ შრომით ხელშეკრულებას, სადაც მეშახტეთა უფლებები დაცული იქნება. ასევე კომპანიის ადმინისტრაციისგან მიიღეს პირობა, რომ ანულირებული იქნება მეშახტეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რომელზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი.
საკნახშირი GIG ჯგუფი დასაქმებულებისთვის ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. საკნახშირი GIG-ის ცნობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება, რომლის ძირითადი პირობა დასაქმებულებისთვის ეტაპობრივად სახელმწიფო განაკვეთის 10%-მდე გაზრდა იყოს, ეჭიროებს მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიის ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ახალი ხელშეკრულების დეტალურად დამუშავება. ქალაქის მერიის განცხადებით თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯერ უნდა შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზირება მიუღებელია. თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში მშობლებს მოუწოდებს კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესში ნუ ჩაერთვებიან. თემას დღეს სტუმართან ერთად განვაგრძობთ საქმიანდილაში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ისაუბრებს. და დღეისთვის ჩანიშნულ მნიშვნელოვან შეხვედრებს გადავხედოთ. 11 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ფარული ჩანაწერების მეშვეობით შანტაჟის ამსახველ ქალბატონს წარადგენს. 11 საათზე სასტუმრო ბეტისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი პროექტის ქალთა გაძლიერება უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 12 საათზე სასტუმრო ქორთიარ მერიოტში გაიმართება დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. 12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. 13 საათზე სასტუმრო რედისონში ასევე პრესკონფერენცია არის დაგეგმილი, სადაც მასმედიას სახალხო პროექტს გააცნობენ. საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანია ეწვია. გასაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილის ბოლოს დასრულდება. გადაცემას ბიზნეს და ეკონომიკის სიახლეებით განვაგრძობთ. შევიმუშავებთ ერთიან საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე. ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს-ბელარუსის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ. ამასთან სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე და აწარმოეს საქართველოს პროგრამაზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნეს ინკუბატორის დაათვალიერა. პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე 25,000-ზე მეტი კომპანია ყავს დარეგისტრირებული. დღემდე აქ 20,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 7,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში შეიქმნა ვაიბერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკომუნიკაციო საშუალებაა. მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის Microsoft, Google და Facebook. მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას. ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები გამოცდილების, გაზიარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. ფინანსთა სამინისტროს ახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს ახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ფინანსთა სამინისტროს ახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47,515,000 ლარი, მინიმალური საპროცენტო განაკვეთით 13,3%-ით, მაქსიმალური 13,34%-ით, ხოლო საშუალოდ შეწონილი 13,326%-ით განისაზღვრა კუპონური განაკვეთი 14,375%-ით შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ ყოველ 6 თვეში, ნათქვამია განცხადებაში.
ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელზეც თითქმის 2 წელია მთავრობა და პარლამენტი მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ არ დარეგისტრირებულა, როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე. ბიზნეს კონტაქტთან აცხადებს, კანონპროექტი ბოლომდე ჩამოყალიბებულია, თუმცა ერთადერთი საკამათო საკითხი არის ის, თუ რა დოკუმენტების ერთობლიობაა საჭირო საქმის წარმოების დასაწყებად. საუბარია მინიმალური დოკუმენტების სტანდარტზე და მის განსაზღვრაზე. დამტკიცდება თუ არა ეს მუხლი მთავრობაში, პირდაპირ შემოვა პარლამენტში და მაშინ გავიტანთ კენჭის ყრაზე. ამ ნაწილის გარდა ყველაფერი მზად არის, აცხადებს თემურ მაისურაძე. თბილისში თავისუფალი ზონის პრეზენტაცია გაიმართა. ზონის ადმინისტრატორმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ საზოგადოებას თბილისის თავისუფალი ზონის კონცეფცია, ასევე ზონაში ოპერირების პირობები და სხვადასხვა ბიზნესის მიმართულების განვითარების შესაძლებლობები გააცნო. ზონა 2016 წელს გაიხსნა და ის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ფუნქციონირებს. მიმართულებებზე, როგორც აღნიშნეს, შეიძლება იყოს ნებისმიერ სახის წარმოება, რომელიც განკუთვნილი ექსპორტისთვის, შესაძლებელია მსუბუქი მრეწველობის, ფარმაცევტული მრეწველობის, სხვადასხვა სახის საწარმოების განთავსება, ასევე მაღალტექნოლოგიური საწარმოების და დატა ცენტრების განთავსება, რაც კარგად ერგება იმ საქართველოს შეღავათებს, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. გასაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილის ბოლოს დასრულდება, როგორც ბიზნეს კონტაქტს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ფრანგული კომპანია გეოსტოკი ახორციელებს, რაც შეეხება პროექტით სოკარის დაინტერესების საკითხს. მარიამ ვალიშვილის განმარტებით სამინისტრო თავდაპირველად ფრანგული კომპანიის ანგარიშს გაეცნობა და შემდეგ სოკართან გასაცავის მშენებლობაში თანამონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. ეს კვლევა გვიჩვენებს, გასაცავი იქნება სტრატეგიული ობიექტი თუ კომერციული ფორმით იმუშავებს, აღნიშნა ვალიშვილმა. გასაცავის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი ბიზნესისთვის რისკებს არ შეიცავს. ამ განცხადებას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აკეთებს. თემურ მაისურაძის თქმით, ბიზნესს მოუწევს კეთილსინდისიანი მოქმედება და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მომხმარებლის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. ბიზნესის ინტერესი არის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება მიიღოს, ხო? მოქალაქის ინტერესები არის ასევე მინიმალური დანახარჯებით, რაც შეიძლება კარგი პროდუქცია შეიძინოს. აი ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. მას უნდა მინიმუმი დახარჯოს და მაქსიმუმი ფული მიიღოს, მოქალაქეს უნდა მინიმუმი დახარჯოს და რაც შეიძლება კარგი სერვისი მიიღოს. თუ ჩვენ მომხმარებლების უფლებებზე გადავივლით, ჩვენ იმ ევროკავშირზე და ევროკავშირთან ინტეგრაცია ამას ეს უნდა დავივიწყოთ. იმიტომ რომ იქ პირველია მომხმარებელი. მაგრამ არასოდეს არ გვავიწყდება ბიზნესი. ბიზნესს მოუწევს კეთილსინდისიანი მუშაობა, ანუ არ გავაკონტროლოთ არაფერი, არაფრის დაბრუნება არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყიდო, რასაც მე გაწვდი, ეს არასწორი პოლიტიკაა. რაც შეეხება მომხმარებლის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას, რომელმაც კანონპროექტის მიხედვით მომხმარებლის დარღვეული უფლებები უნდა დაიცვას. თემურ მაისურაძე, როგორც ჩანს, ახალი ინსტიტუტის შექმნის მომხრე არ არის იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის განხორციელება უკვე არსებულ ინსტიტუტებს შეეძლებათ. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული დამატებით ინსტიტუტის შექმნა, თუ ერთი ინსტიტუტი ამას შეძლებს და აკეთებს. შეიძლება ჩვენი ვილაპარაკოთ, შეიძლება კადრების გადამზადებაზე, ცოტა თანხის დამატებაზე, მაგრამ ახალი სტრუქტურები არასწორია. ადმინისტრირების მთელი პლუსი არის ის, როდესაც ადმინისტრირება ხდება მინიმალური ასევე დანახარჯებით მაქსიმალური მომსახურება. თორე ჩვენ ისედაც გადაბერილი გვაქვს შტატები, ისედაც ზედმეტი ჭარბი ხალხი ყავს საყვარელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ამაზე არაერთი პრეტენზია გაგვიგონია თქვენც და ჩვენც. აქედან ვფიქრობ, რომ რამე ახალი შტატების საყვარელი არ არის სწორი, თუ ის განსაკუთრებული აუცილებლობით არ არის განპირობებული. საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანია კორეა ჰიდრო ენდ ნუკლეარ პაუერის დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო საქმიანობით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდი აცხადებს. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით აღნიშნული კომპანია, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს საქართველოს ენერგოსექტორში, არსებული ვითარების გაცნობის მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში შეხვედრებს მართავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის. მათ შორის ისაუბრეს ნესკრახესის პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია K-Water-ია.
რო გადავხედოთ ვალუტის კურსს, ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარი 2 ლარი და 30 თეთრი ღირს, 1 ევროს პასი 2 ლარი და 57 თეთრია. 1 გირმოხას სტელინგის პასი 3 ლარი და 26 თეთრი, მასი რუსული რუბლის 3.4 ნიშნულზეა. 100 იაპონური ენი 2.4 ლარია, 1 თურქული ლირა 80 თეთრი, 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 42 თეთრი, 1000 სომხური დრამი კი 4 ლარი და 80 თეთრია. შვიდი გაყიდვაში 2019 წლამდე გამოვა. NASA სპეციალისტების განცხადებით, მთვარეზე მუდმივი ბაზების განთავსებაში 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მსოფლიოში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ. NASA სპეციალისტის კრის მაკეის განცხადებით, მთვარებზე არც თუ დიდი ზომის მუდმივი ბაზების განთავსება 1 მილიარდი დოლარი ეღირება. მისი თქმით, ეს იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო თანამედროვე ავიამზიდის შეძენაში იხდის. კრის მაკეის თქმით, მსგავსი გამოცდილება მომავალში მარსის უფრო ეფექტურად შესწავლას და მასზე რამდენიმე ბაზის განთავსებას გახდის შესაძლებლოს. მთვარეზე პირველი ბაზის მშენებლობის რეალიზებაში ახალი ტექნოლოგიები დაგვეხმარება, რომლითაც არანაირი კავშირი არ აქვთ კოსმოსთან. ასევე დაგვეხმარება ვირტუალური რეალობაც აღნიშნავს მაკეი. გაყიდვაში 2019 წლამდე გამოვა ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში BMW-ს გენერალური დირექტორი ლუდვიგ უილიშიაკე ავრცელებს. BMW X7-ის გამოშვების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, მისი წარმოებაში ჩაშვება ჯერ კიდევ 2013 წელს იყო დაანონსებული. გერმანული კომპანია კონცეპტის მომზადებას 2018 წლისთვის დაასრულებს და მისი წარმოება სამხრეთ კაროლინაში დაიწყება. კომპანია წლის განმავლობაში 45,000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. მე-7 სერიის BMW-ს სედანის მახასიათებლებში მოხდა განახლებული პლატფორმა, ჰიბრიდული მოდიფიკაცია, ბენზინის და დიზელის i6 და ვერ ვაძრავები. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება გერმანიაში 130,000 евро იქნება. Audi მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის ავტომწარმოებელი აქცენტს ახალ თაობასა და ახალ ტექნოლოგიებზე აკეთებს. ახალი სტრატეგია Audi A4-ის განახლებული ავტომობილის გამოსვლასთან ერთად ჩაეშვა. ჭკვიანი ტექნიკა განვითარების სიმბოლოდ იქცა. პროგრამისტები ცნობილი სახეები ხდებიან და ინტელექტის ცხოვრების წესად ყალიბდება. შესაბამისად, მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავტომობილიც ბოლო ტექნიკური სიახლეებით და გაჯეტებით აღჭურვილი უნდა იყოს. ახალი Audi A4-ს, რომლის პრეზენტაცია ჯენევაში გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ციფრული დაფა და Apple CarPlay-ის მხარდაჭერა აქვს. Hanson Robotics-მა ახალი რობოტი Android-ი წარმოადგინა. Android-ის სახელად Sofia ადამიანის მიმიკებს ფლობს. YouTube-ზე განთავსდა Sofias პირველი ინტერვიუ, სადაც ის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. Sofias ძალიან სურს წავიდა სკოლაში, მიიღოს უმაღლესი განათლება, ყავდეს შვილები და წარმატებული ბიზნესის მფლობელი იყოს, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი მისთვის შეუძლებელია. მისი უფლებები კანონმდებლობით დადგენილი არ არის, შესაბამისად, უმოქმედო მდგომარეობაში რჩება. ინტერვიუს ბოლოში Sofias ეკითხებიან, აპირებ თუ არა კაცობრიობის განადგურებას. Android-მა უპასუხა, კი გავანადგურებს Sofia. იმ Android რობოტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანის მიმიკას და რეაქციებს იმახსოვრებენ და შემდგომ საუბარში იყენებენ. ანუ Sofia-ც განვითარებადი Android-ია. კინოკომპანია Universal Studios რესტორნის Two Room Chocolate Factory-ს გახსნას გეგმავს. რესტორანი ფილმის ჩარლი და შოკოლადის ქარხნის სტილში იქნება გაფორმებული. კონცეფციის ავტორები ვიზიტორებს 19 საუკუნის შოკოლადის ქარხანაში მოგზაურობას პირდებიან. პერსონალის სპეციალურად შეკერილი 60 ივლის და გარემოთ შესაბამისი ინვენტარით შეივსება. Willy Wonka შოკოლადის ქარხნის ანალოგი 2016 წელს გაიხსნება. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სამგერო ცნობილია მენიუ რესტორნის და მაღაზიის ძირითადი მენიუ ტკბილეული და დესერტი იქნება. ანალოგიური გამოგონილი სამყაროს გაცოცხლების პროექტი Disney-მა წარმოადგინა. ისინი ავატარის მიხედვით შექმნილ გასართობ პარკს აშენებენ. ცნობილმა კონიაკის ბრენდმა Hennessy-მ აუდიტორიის გაზრდის მიზნით მილენიალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სეგმენტისთვის კომუნიკაციური სტრატეგია შეიმუშავა. ელიტარულმა ბრენდმა აქცენტი იმ ადამიანებზე გადაიტანა, ვისთვისაც სტატუსი და რელიგია არაფერს მქელია. Hennessy წარმოდგენილი იყო როგორც ნამდვილი კონიაკის მოყვარულთა ბრენდი, Hennessy-ის ახალგაზრდა თანამედროვე აუდიტორიის მიმართავს და იმ თაობას, რომელსაც დამტვერილი ისტორია არ აინტერესებს და რეალობით ცხოვრობს.არეკლამურ რგოლი, რომელიც სპეციალურად მილიონელებისთვის შეიქმნა კონიაკის დეგუსტრაციის დროს გაჩენილ ასოციაციებზე, მრავალფეროვან გემოზე და შეგრძნებებზე აგებული.
24 მარტს რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია აღმოაჩინა. საქმიანი დილის კალენდარს გაგაცნობთ. 1959 წლის 24 მარტს ოსკარების გადაცემის ცერემონიაზე პირველად დასახელდა უცხოური ფილმი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. ეს იყო უილიამ შექსპირის ჰამლეტის ეკრანიზაცია. ფილმი ლოურენს ოლივიემ გადაიღო, სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, რისთვისაც ოსკარიც ერგო. ბრიტანულმა ფილმმა კიდევ არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ის იყო პირველი ხმოვანი ფილმი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პრესტიჟული პრიზების მფლობელი გახდა, არაერთი კრიტიკოსის შენიშვნა დაიმსახურა. იმის გამო, რომ რეჟისორმა სცენარში ბევრი ცვლილება შეიტანა და მისი ქრონომეტრაჟით შეამცირა. 1882 წლის 24 მარტს გამოაქვეყნა გერმანულმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა კვლევის შედეგები, რითაც დაადასტურდა, რომ მან ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია აღმოაჩინა. კოხის ძირითადი ნამუშევრები ინფექციური დაავადებების გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს ეხებოდა. სწორედ მან მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულონი და გამოიყენა ის დაავადების სამკურნალო დახსნა, ჯილიხის გამომწვევი მიზეზები და დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები. 1905 წელს კოხს ნობელის პრემია მიენიჭა, 24 მარტი კი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 1972 წლის 24 მარტს შედგა მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის ნათლი მამას პრემიერა. ფრენსის ფორდ კოპოლას ეს ფილმი რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევრის სტატუსს ინარჩუნებდა. აღებული აქვს 3 ოსკარი საუკეთესო სურათის, მსახიობი მამაკაცის და ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ამერიკის კინოაკადემიის მიერ ნათლი მამა კიდევ 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მთავარ როლებს ფილმში მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო ასრულებენ. კორლეონეს კრიმინალური ოჯახის ისტორიის ეკრანიზაცია ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ საუკეთესო ფილმების სამეულში შევიდა. 1874 წლის 24 მარტს დაიბადა ინგლისელი ჯაშუში სიდნეი რეილი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში მოღვაწეობდა და ჯეიმს ბონდზე დაწერილი რომანების ერთ-ერთი პროტოტიპია. რეილი წარმოშობით ებრაელი იყო, რუსეთში დაიბადა და სკოტლენდ იარდის მიერ დაქირავებული მუშაკი იყო. მუშაობდა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ბიუროში და შემდეგ სადაზვერვო დეპარტამენტში. ბევრი რამ, რაც მის შესახებ არის ცნობილი, არ დასტურდება. მათ შორის საუბრობდნენ, რომ რეილი დახელოვნებული მატყუარა იყო, თუმცა ფაქტია, რომ მისი ცხოვრების ბევრი დეტალი ბიურუსით არის მოცული. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სიდნეი რეილი მე-20 საუკუნის საუკეთესო მზვერავი იყო. ეხლა კი გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. თბილისში ცვალებადი მოღრუბლობაა მოსალოდნელი, ჰაერით 15 გრადუსამდე გათბება. ზუგდიდში 18, ქუთაისში კი 20 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში ცვალებადი მოღრუბლობაა და დღის განმავლობაში 18 გრადუსი იქნება. 19 გრადუსი იქნება ბათუმში, ფოთში კი ჰაერით 17 გრადუსამდე გათბება. სოხუმში ცვალებადი მოღრუბლობაა მოსალოდნელი და 19 გრადუსი ევარაუდნენ სინოპტიკოსებმა. მესტიაში ცვალებადი მოღრუბლობა და 6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში 17 გრადუსი იქნება, გორში კი 16, რუსთავში ცვალებადი მოღრუბლობაა, დღეს ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება. ახალციხეში 14 გრადუსი, ხოლო ბორჯომში +12 გრადუსია მოსალოდნელი, ამბროლაულში კი 16 გრადუსი იქნება. სიღნაღში ცვალებადი მოღრუბლობა, ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება, თელავში 14, მარნეულში 16 გრადუსი დაფიქსირდება. სტეფანწმინდაში 5 გრადუსია მოსალოდნელი და ომალოში 14 გრადუსი ივარაუდნენ სინოპტიკოსებმა. საინტერესო თემა საქმიან დილაში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტებს შეხვდა და დღის წესრიგში არსებულ საუნივერსიტეტო პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ადამია ადევნებდა თვალყურს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, რა საკითხებს განიხილავდნენ სტუდენტები მინისტრთან და შედგა თუ არა შეთანხმება აუდიტორია 115-ისა და თვითმმართველობის წარმომადგენელ სტუდენტებს შორის? გვანცა საქართველოს განათლების სამინისტრო საუნივერსიტეტო საკითხებზე სამშობლოდ სტუდენტებს დახურულ კარტს მიღმა შეხვდა. სადღაც განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე აცხადებენ სამინისტროში და იზიარებენ პრემიერის პოზიციას, რომ სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. როგორც თამარ სანიკიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია 115 სტუდენტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი იყო თვითმმართველობის სტრუქტურის შეცვლაზე და იმ ვადებზე, რომელშიც აღნიშნული უნდა განხორციელდეს. იყო ძირითადი პრინციპული საკითხები და ის პრინციპები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც სტუდენტები ითხოვენ და თანხმდებიან. ეს ეხება თვითმმართველობის რეორგანიზაციას და ასე ვთქვათ, სტუდენტების ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც სხდომაზე განიხილებოდა, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული მანიფესტი წარუდგინეს, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურულ რეფორმირებას, არამედ რექტორის ინსტიტუტის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევნების ცვლილებას. გარდა ამისა, კვლავ დღის წესრიგში რჩება ODR-ების თემა და სტუდენტები სამინისტროს ეგრეთ წოდებულ ODR-ების არსებობის საკითხზე დროული რეაგირებისა და ამ საკითხის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ. გუშინ მივიღეთ შემოთავაზება სამინისტროსგან, რომ შემდგარი იყო სამუშაო შეხვედრა. ამას ბუნებრივია ჩვენ დავთანხმდით, ჩვენ მოსულები ვართ ჩვენი მოთხოვნებით, ჩვენი მანიფესტით, ჩვენი კონკრეტული საგანმანათლებლო ცვლილებებით და ინიციატივებით და დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ სამინისტროსგან ამ მისაობა იქნება. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით კი სტუდენტური თვითმმართველობა განათლების მინისტრის წინაშე კანცლერის მრჩევლის თანაშემწედ კუდის მაღალჩინოსნის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. საბაურის თქმით, მათ მიიღეს პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის კანცლერის მრჩევლის თანამდებობას რექტორის ნათესავი ვინმე ზურაბ კუბლაშვილი 2014 წლიდან იკავებს. ასევე მათი მხრიდან ძალაში რჩება რექტორის გადადგომის მოთხოვნაც. ჩვენ იმ თემაზე, რომელსაც აპროტესტებდა ეს კონკრეტული სტუდენტთა ნაწილი ბაკურიანში ტრენინგთან დაკავშირებით თვით შეზღუდვის გაკეთებაზე დავაანონსეთ ეს საკითხი და გარკვეულ შემთხვევებში კიდევ წავედით, რომ გველაპარაკეთ, თუმცა აუდიტორია 115-ის ბოლო განცხადების საფუძველზე ისინი არ ვიცი ამიზეთ, მაგრამ არალეგიტიმურად ვთქვით და არ ვაპირებთ კომუნიკაციას და რეალურად ესეთი ტიპის დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია. კომუნიკაცია ყოველთვის უნდა არსებობდეს სტუდენტებს შორის. სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ საკითხებსა და კონკრეტულ პრინციპებზე შეთანხმდნენ და იმსჯელეს იმ ვადებზე, რომლებიც საჭიროა ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებისთვის და შემდეგ უკვე პარლამენტში გადაგზავნისთვის. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საათნახევრიანი შეხვედრის შედეგად არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება მხარებს არ მიუღიათ და შესაბამისად დაიგეგმა კიდევ ერთი სამუშაო სხდომა. ველოდებით სტუდენტებისგან კონკრეტულ უკვე მოდელებს და ინიციატივებს, იმისათვის რომ სამუშაო უფრო წინ წავწიოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურად მიდის პროცესები, მთავარია რომ იმ ვადებში ჩავეტიოთ, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დავიცვათ, იმისათვის რომ თუნდაც თვითმმართველობას არჩევნები უწევს და გვირჩევნია ახალი არჩევნები, ახალი სტრუქტურით და ახალი წესებით ჩატარდეს. კითხვაზე იყო თუ არა საუბარი იმაზე, რომ თვითმმართველობა სრულიად გაუქმდეს და ან რითი შეიძლება ჩანაცვლდეს. ის სანიკიძემ გვიპასუხა, რომ სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი და არ არის საჭირო ამ სტრუქტურას მაინც და მაინც თვითმმართველობა ერქვას. რაც შეეხება ODR-ების ინსტიტუტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა დღის წესრიგში არ დგას. მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დიდხანს გაგრძელდეს, მათ შორის ODR-ების თემაზე, რომელზეც მოკვლევა უნივერსიტეტს დაწყებული აქვს და სამინისტროს შედეგებს ელოდება. მადლობა მარიამ ინფორმაციისთვის. მარიამ ადამია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდების დროებით. ბრუნდებით რეკლამის შემდეგ და განვაგრძობთ საქმიან დილას. საქართველოს მსხვილი ბიზნეს ასოციაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ. მთავარი კრიტიკა პროდუქციის დაბრუნების ჩანაწერზე მოდის და იმ ფაქტზე, რომ კანონპროექტში ძალიან ბევრი მუხლი უბრალოდ დუბლირებულია, რაც ბიზნეს ასოციაციების შეფასებით არაერთი ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს. სამოქალაქო კოდექსში, რაც ეგან მოგახსენეთ, ძალიან მკვეთრად არის გაწეული და ნათლად წერია, რომ მომხმარებელს უფლება აქვს თუ მის მიერ შეძენილი ნივთი
აღმოჩნდება წუნდებული, არ აღმოჩნდება იმ ხარისხის, როგორადაც გამყიდველმა მასის აღუწერა ან რაც მას ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ახლავს, მოხმობილს უფლება აქვს ყველანაირი ასე ვთქვათ თუს და მაგრამის გარეშე დაუბრუნოს გამყიდველს, მოვაჭრეს ეს ნივთი და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და უკან ანაზღაურება. არ მუშაობს ეს? რატო არ მუშაობს? დიახ, თუმცა ამ ახალ ჩანაწერში რა იცვლება ამ თვალსაზრისით? ან იგორ კვირიან ვადაზე არის საუბარი და განმარტებული თუ არა არის თუ არა ის პროდუქცია, რის დაბრუნებაც არის შესაძლებელი ან არ არის შესაძლებელი. ამ ახალი ჩანაწერით გარკვეული გამონაკლისების გარდა მოხმობილს უფლება აქვს ყველანაირი მიზეზის გარეშე, ყველანაირი განმარტების დასაბუთების გარეშე უბრალოდ თუნდაც ახირების გამო უარი თქვას მოვაჭრესთან დადებულ გარიგებაზე, მაგალითად თქვენ შეიძინეთ ნივთი, 2 კვირის ვადაში გადაიფიქრეთ უბრალოდ, ნივთი ნორმალურია, ის ჩვეულებრივად მუშაობს, ის ისეთია, როგორადაც იყიდეთ, როგორიც უნდა იყოს. თქვენ გადაიფიქრეთ უბრალოდ და უბრუნებთ ამ ნივთს მოვაჭრეს. როდესაც ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, ჩვენ ძალიან დეტალურად და ევროდირექტივის კონკრეტული მუხლების მითითებით განვმარტეთ კანონმდებლებს, რომ ამ მსგავს მოთხოვნას ევროდირექტივა საერთოდ არ ითვალისწინებს. ძალიან საინტერესოა, თვითონ ეს პროცესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროშით, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ევროპასთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულების ეგიდით. ამ ფონზე განსაკუთრებით გასაკვირი იყო ჩვენთვის, რომ ევროდირექტივა მსგავს არაფერს არ ითვალისწინებდა. იყო შემდგომში არგუმენტი, რომ კი ბატონო, ევროდირექტივა არ ითვალისწინებს, მაგრამ აი რუსეთში ესეა, სომხეთში ესეა, აზერბაიჯანში ესეა. არ დავიზარეთ, მოვიძიეთ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის შესაბამის კანონმდებლობას, იქაც კი არ არის მსგავსი არაფერი. ეგრეთ წოდებულ ოქროსიაში დღეს დაახლოებით 155 კომპანია შესული. ამის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა. ბატო ლაშქარაძემის პროცედურები განმარტა, რის მიხედვითაც საბაჟოზე დღგ-ს გადახდა ხდება. მისი თქმით, ამ პროცესს კანონი არეგულირებს, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსი. ლაშქარაძე განმარტავს, რომ თუ გადახდის ობიექტი იმპორტირებული საქონელია, დღგ-ს გადახდა იმპორტის დროს ხდება. მისივე თქმით, წინასწარი გადახდის ტერმინი არ არსებობს. თუ გადახდის ობიექტი არის იმპორტი, საქონელი, იმპორტირებული საქონელი, დღეგ გადაიხდებინება იმპორტის დროს. ეს არის კოდექსით განსაზღვრული და როგორც ასეთი წინასწარი გადახდა, ასეთი ტერმინი არ არსებობს. არ მახსოვს ისეთი ქვეყანა, რომ დღეგ საბაჟოზე გადაიხდებინება 5 დღის, 15 დღის და 30 დღის გადავადებით. ანუ რას გულისხმობ? ეს გადავადებები არ არის არანაირად დაკავშირებული ბიზნესის მოცულობაზე, მის ბრუნვაზე, სიდიდეზე და ასე შემდეგ, ანუ მცირე და დიდ ბიზნესზე, ეს არის ელემენტარულად მოწესრიგებულებაზე, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ 5 დღის გადავადება ეკუთვნის, ასე ვთქვათ, ყველას, 15 დღის გადავადება ეკუთვნის და შეუძლია ისარგებლოს იმ იმპორტით დაკავებულ კომპანიებს, რომლებიც წინასწარ განუცხადებენ საქართველოს საზღვარზე საქონლის გადმოკვეთამდე განაცხადებენ, დაადეკლარირებენ შესაბამისი წესით საქონლის იმპორტის ინფორმაციას, ეს არის საბაჟო სატვირთო დეკლარაცია და ეს რატომ არის ახლა აგიხსნით, იმიტომ რომ საბაჟო ეს ითვლება, რომ საბაჟოს დროში და რესურსში მიეცა შეღავათი, მან წინასწარ იცის ასეთ საქონლის იმპორტის შესახებ, წინასწარ საზღვრავს იმ რისკებს, რა შეიძლება არსებობდეს ასეთი საქონლის იმპორტისას და ამიტომ საბაჟო გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავს და რესურსს ასეთი საქონლის გაფორმებაში და აქედან გამომდინარე ბიზნეს ასეთი ტიპის მოწესრიგებულ ბიზნესს უფლება ეძლევათ, რომ დამატებით ღირებულების გადასახადი გადაიხადოს 15 დღის განმავლობაში საქონლის გაფორმებიდან. განაგრძობს საქმიან დილას საქართველოს კინოცენტრის დირექტორს ნანა ჯანელიძეს რამდენიმე დღეში უკვე ხვალ 25 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება, როგორ აფასებს ის თავის საქმიანობას და ბოლო წლებში ქართული კინოს განვითარებაში შეტანა იცვლას. ნანა ჯანელიძე ჩვენი სტუმარია, დილომშვიდობის გალბატო ნანა, მოგესალმებით. მანამ სანამ დავიწყებთ საქმიანობის შეფასებაზე საუბარს, ახალი ინიციატივა აქვს კინოცენტრს, ძალიან საინტერესო ელექტრონული განაცხადების მიღება. ამაზე ვისაუბრობთ, როდიდან ჩაეშვა ინიციატივა და როდიც შეუძლია უკვე ისარგებლონ ადამიანებმა ამით.
ჩვენ ამის შესახებ განაცხადეთ და პრეზენტაცია გავაკეთეთ გუშინ წინ, ამიტომ სულ ახალი არის და სპეციალურად გავაკეთეთ კონკურსებისთვის, რომელიც ახლა სულ მალე გამოცხადდება, ანუ ეს არის მოკლე ფილმები და დოკუმენტური, რომ თანდათან მიეჩვიონ ჩვენი კინემატოგრაფისტები, მაგრამ ერთი წელი ამაზე მუშაობდით, საკმაოდ რთული პროცესი და შრომატევადია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივია თავისთავად, იმიტომ რომ თითოეულ რეჟისორს, ვისაც შემოჰქონდა განაცხადი, 9 ეგზემპლარი უნდა მოეტანა ასე ეს პროექტები, თითო პროექტი ხანდახან 200 გვერდამდე ითვლის ხოლმე და წარმოიდგინეთ, ესე იგი რა ხდებოდა, რამდენი ქაღალდი იხარჯება. ეხლა ეს ყველაფერი მოხდება იმ მხოლოდ ღილაკების დაჭერით, ძალიან მარტივად. ძალიან გამარტივებული არის მათთვის. არაჩვეულებრივად გამარტივებული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე ფეხდაფეხ მივსდებთ იმასაც ხდება ხოლმე ევროპაში, რომ ევრიმაჟმა ეს სისტემა შემოიტანა სულ 2 თუ 3 წლის წინ. ნამდვილად ბევრი სიახლე განხორციელდა ამ 3 წლის განმავლობაში, კალტონან. ერთგვარად რომ შევაჯამოთ განვლილი 3 წელი. ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და ნამდვილად დრო არ გვეყოფა იმისთვის, რომ განვიხილოთ ყველა პროექტი, თუმცა მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს განვლილი წლები. იცით რა არის პირველი მაინც რაც ვიტყოდი, მე ხვალ მიმთავრდება უფლებამოსილება, ძალიან სწრაფად გაიარა ამ დრომ და ძალიან დინამიური და საინტერესო იყო. მინდა გითხრათ, რომ მაინც მნიშვნელოვანი ყველაზე უფრო მეტად ის არის, რომ აი ჩემ დროს ეხლა თუნდაც ჩაეშვა არაჩვეულებრივი რეჟისორები და 2-3 წელიწადში ნამდვილი ოქროს ხანა დაიწყება ქართული კინოსი. ესენი არიან, მაინც შეგახსენებთ ამ სახელებს და გვარებს, ესენი არიან ზაზა ურუშაძე, გიორგი ვევაშვილი, ლევან ყოღუაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია. ეხლა გამოვა მარიამ ხაჭვანის ფილმი, ეხლა გამოვა ბატონი რეზოესაძის ფილმი. გარდა ამისა, ჩვენ მუშაობაში გვაქვს დაახლოებით 25 პროექტის სცენარი, რომელიც არის სრულიად სხვა ჟანრში, ეს არის კომედიები, რომელსაც ასე დანატრებულები ვართ, კომედია, საბავშვო ფილმი, 100 წლის თავისადმი მიძღვნილი საქართველოს 100 წლის თავისადმი მიძღვნილი სცენარები, გარდა ამისა 21 საუკუნის პროზის ეკრანიზაცია, საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაცია, ანუ ძალიან დინამიური და მდუღარი ცხოვრება. ალბათ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართული ფილმი წავიდა ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიაზე. ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, სულ რამდენი ფილმი დაფინანსდა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში? მოდით როსკარებზე ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ბუმი გამოიწვია ამან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ერთი ქვეყნიდან და ერთი პატარა ფონდიდან დაფინანსებული 2 ფილმი რო ერთდროულად მოხდეს 9 შოთლისში, ასე ვთქვა და თან გლობუსის და ოსკარის ნომინაციაში ამ ფილმებმა საოცრად ჯილდო მოიპოვეს და ამის შემდეგ იცით ხდება ყოველი წარმატებული ფილმის შემდეგ ფილმებს უკვალავს გზას და ფაქტიურად ისეთი ის ხდება ხოლმე აჟიოტაჟი ჩვენ სიგრძეზე ფესტივალებზე ვართ, იმიტომ ყველაფერი უნდათ ქართული ფილმი, პროექტი, ჩანასახი, არ ვიცი, იდეა, ყველაფერი, იმიტომ რომ მიხვდა რომ ეს არის ძალიან კრეატიული ქვეყანა, ძალიან დიდი კრეატიული იდეებით და ნამდვილად კვლავ და კვლავ ვიმეორებ მიხვდით ისა რომ ჩვენ ჩემს დროს დაფინანსება ჩვენ გაგვეზარდა 1 მილიონით, აუცილებელია კიდევ ამ დაფინანსების გაზრდა. მაინც არ არის საკმარისი. სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა ქალბატონო, ან დაფინანსებაზე ქართული ფილმის ისტორიაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან შორს წავალ და არაერთი გენიალური ფილმი გვახსოვს ჩვენ ძველი გადაღებულის და ძალიან კარგ ფილმებს იღებენ დღესაც. თუმცა ყოველთვის იყო საუბარი რომ დაფინანსება, თანხები, სახსრები არ იყო საკმარისი, სწორედ ამიტომ ვერ ხორციელდებოდა გარკვეული პროექტები. როგორ მოხერხდა რომ რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, ეროვნულმა კინოცენტრმა მოახერხა ამ თანხების მოძიება და ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი ფილმები და არც თუ ისე დაბლბიუჯეტიანი ფილმებიც გადავიდა. იცით როგორ არის ჩვენ დავიწყეთ კოპროდუქციაზე მუშაობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კინოცენტრმა ახლა მარტო მეგერ ეს იყო ძალიან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯები რომელიც ჩვენ გადავდგით კოპროდუქცია არის აუცილებელი აი თუნდაც ყველა ეს წარმატებული ფილმები რომელზეც თქვენ საუბრობთ ესენი არიან კოპროდუქცია და ძალიან დიდი დახმარება არის ფილმისთვის იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ჩვენ ვიღებთ ფილმებს და არა გვაქვს ეკრანები რომ ვაჩვენოთ ეს ფილმები ყველა ეკრანი არის თბილისში და როდესაც შენ კოპროდუქციაში ხარ ჩართული უკვე საშუალება გაქვს რომ ეს ფილმები გავიდეს ფართო მაყურებელთან და მათ ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს ხან 50 მილიონი მაგრამ ზაზა ურუშაძის ფილმი 25 ქვეყანაში გაიყიდა და სულ უფრო ფართო ანუ ყველა ეს ბოლო ფილმები იყიდება უკვე საზღვარგარეთ და უცხოელი მაყურებელი მათ უყურებს. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია დაფინანსების მიმართულებით თემატურად მინდა გადავიდე ქალბატონ ანა ზუსტად კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მიზანი არის სწორედ საერთაშორისო ბიზნეს კავშირების და კინოს ექსპორტის განვითარება. ამ მიმართულებით რამდენად ასე ვთქვათ გაიზარდა ქართული კინოს პოტენციალი და რამდენად უფრო აქტიური ნაბიჯები იყო გადადგმული ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში რომ შევადაროთ განვლილ
პერიოდს. იცით რა მინდა გითხრათ, რომ ყოველი კვირა და ყოველი თვე არის ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ არ გვქონდა ტრადიცია პროდიუსერინგის, ანუ ეს იყო სახელმწიფო საბჭოთა კავშირი, რომელიც აფინანსებდა, ყიდდა პროდიუსერებას უწევდა. ეხლა ფაქტობრივად ბოლო 5-6 წელია, რომ გამოჩნდნენ ეს პროდიუსერები, სულ 3-4 ყავს, მეტი არა. და თან მით უმეტეს ისინი ვისაც შეუძლია საერთაშორისო პროექტების წაყვანა, ეს ძალიან რთული არის, ძალიან დიდ გამოცდილებას და სიმხნევეს მოითხოვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ როდესაც ეგეთი პატარა ქვეყანა ხარ და ასეთი პატარა დაფინანსება გაქვს, მაგრამ ეს რაღაცა ქართული გზნებარება თუ ტემპერამენტი მაინც თავის საშუალება. ანუ ეს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდიუსერი, ადამიანი, რომელიც ფილმის წარმატებაზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს რეჟისორთან ერთად. ხალბატონ ანა, ერთი ძალიან კარგი პროექტი გადაიღეს საქართველოში, დაკავშირებითაც, რომელიც დაიწყო, იყო მოთხოვნა და შესაბამისად მოთხოვნაზე იყო პასუხიც. ამაზეც ვისაუბროთ, ეს რამდენად შეუწყობს ხოლმე და უკვე არის თუ არა გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით. კი, უკვე არის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა გითხრათ, რომ ამაზე დიდი ხანია კინოცენტრი მუშაობს, მაგრამ სანამ პოლიტიკური ნება არ დადგა და სწორედ რომ მთავრობის მხრიდან უნდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი გადადგმული, ეს პროექტი არაფერ განხორციელდებოდა, ანუ ყველაზე მაღალი ეშელონიდან უნდა განხორციელებულიყო. ასევე აუცილებელია, კინოში აუცილებელია და ისიც მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ამოგვიდგა მხარში და ჩვენ ერთად დავძლიეთ ეს პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი პოტენციალის შემცველია, რატომ? დიდი წარმოება, როდესაც შემოდის, ძალიან დიდი მოთხოვნა არის არა მარტო რეჟისორებს, აი მეორე და მესამე ეშელონის მთავარ მოთამაშეებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვზდით ჩვენი პატარა ბიუჯეტიდან. როდესაც დიდი წარმოება შემოდის, უკვე ადგილობრივი მოსახლეობა არის დაკავებული და მოთხოვნადი ხდება ადგილობრივი მოსახლეობა. ქალბატონ ანა, ბოლოს არ შემიძლია არ გითხოთ თქვენი სამომავლო გეგმები უკვე რეჟისორის კუთხით, ამ ფილმის გადაღებას ხომ არ გეგმავთ? კი, როგორ არ გეგმავ, იმიტომ რომ მე ფაქტობრივად გადავდე 3 წლით ყველაფერი, ყველა ჩემი პროექტი და ასეთი იყო ორი საკმაოდ მომზადებული პროექტი. ვფიქრობ, არ დამავიწყდა ეს საქმიანობა და უნდა გავიხსენო და დიდი შიშით და სიამოვნებით და რისკით უნდა მივუბრუნდე მას. ველოდებით ქალბატონ ანა თქვენს ფილმებს. ნანა ჯანელიძე იყო ჩვენი სტუმარი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, მას ხვალ ეწურება როგორც აღნიშნეთ, უკვე მოსილების ვადა, თუმცა ველოდებით ქალბატონ ანასგან ახალ ფილმებს და პროექტებს. აუცილებლად და წარმატების მასურებს. და განვაგრძობთ გადაცემას მილიონი ხის პროგრამა თბილისის მერს დავით ნარმანიას ნამდვილად არ მოუგონია. მსგავსი ინიციატივით ევროპის სხვადასხვა ქვეყნები გამოსულან. მთავარი აქ ის არის, რომ ასეთი განვითარებული ქვეყნები ხეების დარგვას 7-დან 9 წლამდე ანდომებენ. ჩვენ ამ თვალსაზრისით წინ ვართ თბილისის მერია 1 წლის მანძილზე 480,663 ხეზე შეჩერდა. საქმიანი დილის გუნდმა გადაწყვიტა ქრონოლოგიურად მიყოლოდა პროექტის შესრულებას. ნინი ლონგურაშვილი მოგვიყვება პირდაპირ ეთერში მილიონი ხის პროექტზე. მშვიდობის. თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებამ მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად შესაძლებელია მილიონი ხის დარგვა, სად უნდა დაირგოს ნერგები ან ვინ მოულის მათ. რა უფრო პრიორიტეტულია, ხარისხი თუ რაოდენობა. პირველ რიგში საქმიანმა დილის გუნდმა გადაწყვიტა თბილისის ის ადგილები მოენახულებინა, სადაც თბილისის მერიამ მილიონი ხის პროექტის ფარგლებში ხეები დარგო. იქ მისულებს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგხვდა. ხეების უმეტესობა უკვე გამხმარი იყო. ნაწილი ხმებოდა, ნაწილი კი არც ისე სასიცოცხლოდ გამოიყურებოდა. გამოდის, რომ სტატისტიკა და ხარისხი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მართალია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებით იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ მცენარეების 100%-იანი გახარება უნდა უზრუნველყონ, თუმცა კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კომპანიები ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან ხეების მოვლაზე და ნერგები თბილისის მერიის ბალანსზე რჩება. რასაც დედაქალაქის მერია ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით გარკვეული დროის მანძილზე მოქმედმა ხელისუფლებამ რაოდენობრივად ორჯერ მეტი ხე დარგო. თუმცა წინამორბედებმა 4-5 წლის განმავლობაში დარგეს 56,000 ხე, ჩვენ მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში, ანუ ამ შემოდგომის სეზონის გარეშე 132,000 დავრგეთ, რაც იქნება ორჯერ მეტია.
მივყვეთ ქრონოლოგიურად. 2014 წლიდან 2015 წლის 22 ოქტომბრამდე დაირგო 208.324 ერთეული ხემცენარის ნერგი. 2015 წლის 29 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე დაირგო 218.200 ხე. ანუ დღეში 5.195 ხე. იმ შემთხვევაში თუ მათი თანამშრომლები შაბათ-კვირის ჩათვლითაც იმუშავებდნენ. გამოდის რომ ჯამში 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში დაირგო 426.524 ხე. ორი დღით ადრე 8 დეკემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში უკვე დაირგო დაახლოებით 480.000 ხე. გამწვანების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ 1 მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში. ახლა უკვე დღეის მდგომარეობით ჩვენ დაახლოებით 480.000 ხე გვაქვს დარგული. გამოდის რომ ერთსა და იმავე პერიოდში მერიის მიერ გაჟღერებულ ამ ორ მონაცემს შორის მნიშვნელოვანი უზუსტობა, არც მეტი არც ნაკლები 53.466 ხე. მილიონი ხის პროგრამა თბილისის მერს არ მოუგონია. მსგავსი ინიციატივებით, როგორც ქალაქის მერები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა ქვეყნებში არაერთხელ გამოსულან. ასეთი ქალაქებია ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, შანხაი, დენვერი და ლონდონი. ლოს-ანჯელესმა მილიონი ხის დარგვა 2006 წელს დაისახა, თუმცა განახორციელა 2012-ში. დენვერის მერმაც მილიონი ხის დარგვა 2006 წელს წამოწია დღის წესრიგში, მაგრამ განახორციელებს 2025-ში. ნიუ-იორკში მილიონი ხის დარგვის პროგრამა 8 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და 2015 წელს დასრულდა. შანხაიმ 2007 წელს დაწყებული მილიონი ხის დარგვის პროგრამა 2012 წელს დაასრულა, თუმცა პროექტი მომდევნო მილიონი ხის დარგვით გაგრძელდა. ლონდონში კი 2011 წლის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 5 წლის მანძილზე მხოლოდ 270.012 ხე არის დარგული. ასეთია მსოფლიო მონაცემები, მაშინ როდესაც ასეთი განვითარებული ქალაქები მილიონი ხის დარგვას საშუალოდ 5-დან 8 წელს ანდომებენ საკმაოდ დიდი შემოწირულობებისა და ქველმოქმედების ფონზე, თბილისის მერიის მონაცემებით ჩვენს ქალაქში 9 მილიონამდე ხე თითქმის 1 წელში დაირგო. თუმცა, როგორც ხედავთ, გამწვანების სწრაფი ტემპები პროგრამის ეფექტურობის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. დღეს მონაცემებით მილიონი ხის ფარგლებში დარგულია მხოლოდ 480.663 ხე. ნინი, დიდი მადლობა ამ მონაცემებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამბიციური გეგმა ჰქონდა დავით ნარმანიას, თუმცა მაინც კარგი იქნება თუ დროს მივცემთ. ხო. 9 მილიონი ხე დავდგეთ პრინციპში. ანუ მეტი დრო რომ ვიცით. პროცესი მიმდინარეობს, რაც მთავარია. ძალიან ბევრი ხე დაერგო ბარგოც. და კიდევ ერთი საინტერესო თემა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების დასახმარებლად ახალი პროექტი ხორციელდება. ინოვაციების და განვითარების ფონდის ინიციატივაზე სწორედ დღეს ვისაუბრებთ. რამდენი ადამიანია ჩართული პროექტში, რომლის სახელწოდებაა მოხალისე და მოხალისეობის მნიშვნელობა და მიზანს ემსახურება ის. პროექტის მენეჯერი თეუნა ჭალიძე და პროექტის მოხალისე ვერიკო იჩქითი არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით. დილო მშვიდობის. თეუნა, თქვენგან დავიწყებ, ძალიან საინტერესო პროექტი არის მართლა, რომელიც ემსახურება რეალურად სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას. კონკრეტულად რას ისახავს მიზნად ეს პროექტი და რამდენად არის მომგებიანი და სასარგებლო ორივე მხარისთვის? პროექტის მიზანია პირველ რიგში, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, მაგრამ სასიამოვნო სასარგებლოდ შეუთავსეთ ამ შემთხვევაში და 100 სოციალურად დაუცველ ბავშვს ვეხმარებით. პროექტში ჩართულია ამ დახმარებაში. რამდენ ხანში მოხდება ეს? პროექტში ჩართულია 100-მდე მოხალისე, 100 კი შეუზღუდავი გვაქვს და მათ შორის ყავს 85 წლის ქალბატონი ცელენა, რომელიც ბავშვებს ასწავლის ხელსაქმეს. მოხალისეები ცდილობენ, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შეისწავლეს ბავშვების სოციალური საჭიროებები, პრობლემები, სურვილები და ცდილობენ, რომ ეს პრობლემები გადაჭრან და მათი სურვილები აასრულონ. თეუნა, ფულად დახმარებას ეხება ეს ყველაფერი თუ არა, ჩვენ ფულად დახმარებაზე არ გვაქვს აქცენტი გაკეთებული. კონკრეტულად რაზე მიმდინარეობს? მომსახურებაზე და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, რამოდენიმე кейს გეტყვით, არიან ბავშვები, რომელთა მშობლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ სტომატოლოგიური დახმარება გავაეწიოთ ბავშვებს შესაბამისი. შესაბამისად, მოხალისეების დახმარებით არაერთ რამოდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკას მოელაპარაკნენ და ბავშვები უფასოდ მიიღეს ამ კლინიკაზე. მე ვფიქრობ, ფინანსურ დახმარებას ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ინიციატივები ჯობს, ასე ვთქვათ. ვერიკო, შენ ხარ ჩართული ამ პროექტში, ხარ ერთ-ერთი მოხალისე. კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობ, როგორ მუშაობ და თქვენ ხართ ერთგვარი შუამავლები, როგორც გავიგე კომპანიებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდება.
დიახ, ანუ ჩვენი მხრიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ ჩართული დაახლოებით 10 კაციანი გუნდი. ანუ გაფორმდა ხელშეკრულება ინოვაციების განვითარების ფონდთან და ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ მოხალისეობის სტატუსით. რა თქმა უნდა, ეს მოხალისეობის სტატუსი, ასე ვთქვათ, ერთგვარად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხერხით ხდება ჩვენთვის ინფორმაციის მიღება, გამოცდილების მიღება, ასე ვთქვათ, პრაქტიკული ცოდნასთან დაკავშირება, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებთან მოლაპარაკებები და ანუ ამგვარად ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს. დიახ, ანუ რამდენიმე დაახლოებით 100-მდე კომპანიასთან უკვე გქონდა მოლაპარაკება. მარტივია მათთან მოლაპარაკება. ანუ ძალიან მარტივი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ზოგი კომპანია პირიქით ანუ უარს ამბობს ამ პროექტში მოხალისეობა და თუმცა ყავს ესეთი კომპანიები და ესეთი სპონსორები, რომლებიც გვეხმარებიან ქონმოქმედებას სიამოვნებით და ანუ პიარიც არ სჭირდებათ აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, უსასყიდლოდ ერთვებიან პროექტში და ძალიან კარგია ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა. ნამდვილად დასაფასებელია ვერიკო თქვენის მხრიდან ამგვარი ქმედება. იცით რა მაინტერესებს თეონ და ვინმე თუ ეხმარება მოხალისეებს, რომ ეს უნარები გაიუმჯობესონ, მოლაპარაკება ნამდვილად არ არის რთული და შესაძლებელია სტუდენტს არ ქონდეს იმის უნარი, რომ დაარწმუნოს ბიზნეს კომპანია, თქვათ ამა თუ იმ ქმედების განხორციელებაში. კონსულტანტები თუ გყავთ? ეს პირველ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მე ვეხმარები მოხალისეებს, მაგრამ რადგან ეს არის საპილოტო პროექტი და პირველია, არ განხორციელებულა აქამდე მსგავსი მასშტაბის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მცდელობა. ეს არის მცდელობა და თავიდან ბოლომდე მინდობილი გვაქვს ეს ყველაფერი უშუალოდ იმ მოხალისეებზე, ვინც არის ჩართული პროექტში. აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ ბავშვებს სრულ არ აქვთ საოცარი სურვილები და ოცნებები, ზოგიერთი მაგალითად ცეკვაზე ან ბალეტზე, ცურვაზე, სიარულზე ოცნებობს და ჩვენ მათი დიდი ნაწილი მოვაგვარეთ უკვე სხვადასხვა წრეებთან მოლაპარაკებების. რამდენი ბენეფიციარია სულ ანუ რამდენი ადამიანი? 100 სოციალურად დაუცველი ბავშვი გვაქვს ჩვენ ახლა. და საჭიროებები ძირითადად ახსენე რომ თქო ზოგს ცეკვაზე უნდა სიარული, ზოგს ცურვაზე, ზოგს ბალეტზე. კიდევ ანუ რა ძირითადად რა საჭიროებები? საჭიროებები მათი საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. არის ოჯახები, რომლებსაც საკმარისი საწოლებიც კი არ აქვს და ერთ საწოლზე 4-5 ბავშვს ძინავს. პროდუქტით დახმარება სჭირდებათ პირველ რიგში მათ და ამ კუთხით ჯერჯერობით არ ყავს მაინც და მაინც ბევრი კომპანია, რომელიც დაგვეხმარება და იმედი მაქვს, რომ აი მედიის ასეთი გადაცემების მეშვეობით უფრო მეტი ადამიანი გამოთქვავს სურვილს, რომ ჩაერთოს. იმიტომ რომ მათი უმრავლესობა იკვებება უფასო სასადილოს საკვებით და ეს მოგეხსენება თქვენ ლარი და 18 არ არის საკმარისი ხო იმისთვის რომ ბავშვები გამოყვებო. შესაბამისად მათ ტკბილეულს მოკლებულები არიან ყოველგვარ გასართობს და ასე შემდეგ. გართობის თვალსაზრისით მოხალისეების დახმარებით და სხვადასხვა დაბადების დღის ცენტრების დახმარებით რამოდენიმე ბავშვს დაბადების დღეს გადავუხადეთ და ამ კუთხით გარკვეულწილად შევიტანეთ წვლილი მათ გახალისებაში, მაგრამ აი პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსებ იმას, რომ არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა, რომ მაინც და მაინც თანხები იყოს ეს და არც იმ ოჯახების მოთხოვნა არ არის ეს და თხოვნა. უბრალოდ კეთილნება არის და მე ვფიქრობ, რომ თუ მუშაობა იქნება ნაყოფიერი, მძლავრი ორგანიზაცია შეიძლება ჩამოაყალიბოთ ამ ყველაფრის ბაზაზე. ვერიკო, თქვენ მეგობრები რამდენად ინტერესდებიან მსგავსი საქმიანობით? რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან წარჩინებული სტუდენტები და მთელი ინტერესით და მთელი მონდომებით ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი კომპანია დავითანხმოთ და უფრო მეტად გავახართ, ასე თქვა, ჩვენი სოციალურად დაუცველი ბავშვები. ძირითადად რომელი კომპანიები გააქტიურებიან უფრო მეტად. ძირითადად რომელი მმართველიც მუშაობთ ეს რა კომპანიებთან თუ ყველა კომპანიას მოიცავთ და ნებისმიერ საშუალო ბიზნესთან? დიახ, უშუალოდ ყველა კომპანიას, დიახ, ანუ ზოგი ოჯახს ანუ არის რომ სჭირდება თქვა პროდუქტი, ზოგს ანუ ყავს ერთი ოჯახი, რომელსაც არ აქვს სახლი და ანუ მივწერეთ და შევეხმიანთ ასე თქვა რამდენიმე დეველოპერულ კომპანიას. და კომუნიკაციაზე მარტივად მოდიან კომპანიები. ძირითადად ანუ კონსულტანტებთან გვიწევს ურთიერთობა, შემდეგ ესენი უკვე გვაწვდიან ან იმეილს თვითონ მენეჯერის, ან თვითონ უშუალოდ ანუ საკონტაქტო ნომერს. შემდეგ ჩვენ მენეჯერებს უკავშირდებით და ანუ გვეუბნებიან რომ დაგვიკავშირდებიან დაინტერესების შემთხვევაში. შემდეგ უკვე აღარ გიკავშირდებიან ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში კი ვარს გვეუბნებიან. ასე რომ კომპანიებს მოუწოდებთ რომ გააქტიურდეს ერთი კომპანიები, მეორე საზოგადოება, ძალიან კარგი ინიციატივაა. მე ვფიქრობ, რომ საპილოტო პროექტია, მაგრამ მას აქვს განვითარების პერსპექტივა და სტუდენტების
სტუდენტებიც და არა მარტო სტუდენტებიც რეალურად შეუძლიათ რომ აქტიურად ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მით უმეტეს ვერიკო მისი მეგობრები ის ადამიანები, ვინც უკვე ჩართულები არიან, შეიძინენ გარკვეულ გამოცდილებას და შემდეგ უკვე უფრო მარტივი იქნება ალბათ კომპანიების დასახმებაც. შემდეგ ნაკაცაც გამოიკითხავთ ალბათ. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. იქ აუცილებლად გვექნება დახურვის ღონისძიება, სადაც მათ მოხალისეების შრომის შედეგების პრეზენტირებას მოვახდენთ სოციალურ ძალიან კარგი, მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თეონა ჭალიძე და ვერიკო იჩქითი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ახალი ამბების დროებით. დაგველოდეთ. ახალი ამბების დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. სასტუმრო ქორთიარდ მერიოჩი დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმზე მთავრობა ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს წარადგენს. ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს. შეხვედრას მთავრობის წევრები საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტროლი გამკარცლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე გაამკაცრა. აღნიშნული ქმედება ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს. არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ადგილებს. მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან ნაცილების მიზნით აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუთიშვილი მარჯვენა საჭიერი და საჭე გადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებს. მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომელიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით ხუთიშვილმა განმარტებები პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის დაწყებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით ხუთიშვილმა განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად მოხდეს მისი გარკვეული ვადის ჩამორთმევა, ხოლო თუ კი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის გამოცდას ჩააბარებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტი 3-დან 6 წლამდე მანქანების აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგრვის რეჟიმში მოქცევას გულისხმობს, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 8 და 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლეტების აქციზის დაბეგვრაც. ტყიბულელმა მეშახტებმა კომპანია საქნახშირი GIG ჯგუფის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს. საგაფიცო კომიტეტის წევრის ლევან ბეშკენაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეშახტეთა ნაწილს შრომით ხელშეკრულებაზე ხელი პირობების გაცნობის გარეშე მოაწერინეს. საქართველოს ნახშირის და სამთო მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ის პროფკავშირების ადგილობრივი კომიტეტის და საგაფიცო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულში კომპანია საქნახშირი GIG ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანიის და პროფკავშირების იურისტები ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ შრომით ხელშეკრულებას, სადაც მეშახტეთა უფლებები დაცული იქნება. ასევე კომპანიის ადმინისტრაციისგან მიიღეს პირობა, რომ ანულირებული იქნება მეშახტეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რომელზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი. საქნახშირი GIG ჯგუფი დასაქმებულებისთვის ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. საქნახშირი GIG-ის ცნობით, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება, რომლის ძირითადი პირობა დასაქმებულებისთვის ეტაპობრივად სახელფასო განაკვეთის 10%-მდე გაზრდა იყო, საჭიროებს მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიის ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ახალი ხელშეკრულების დეტალურად დამუშავება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯერ უნდა შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზება მიუღებელია. თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში მშობლებს მოუწოდებს კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში ნუ ჩაერთვებიან. თემას დღეს სტუმართან ერთად განვავრცობთ საქმენდილაშის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ისაუბრებს. დღეისთვის შენიშნული მნიშვნელოვანი შეხვედრები გავიგოთ. 11 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ფარული ჩანაწერების მეშვეობით შანტაჟის მსხვერპლ ქალბატონს წარადგენს. 11 საათზე სასტუმრო ბეცში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი პროექტის ქალთა გაძლიერება უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 12 საათზე სასტუმრო კორტიარ მერიოტში გაიმართება დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. 12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. 13 საათზე სასტუმრო რედისონში ასევე დაგეგმილი არის პრესკონფერენცია, სადაც მასმედიას სახალხო პროექტს გააცნობენ. საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანია ეწვია. თბილისის თავისუფალი ზონა პრეზენტაცია გაიმართა. გადაცემას ბიზნეს და ეკონომიკის სიახლეებით განვაგრძობთ. შევიმუშავებთ ერთიან საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე. ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ. ამასთან სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე და აწარმოის საქართველოს პროგრამებზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნეს ინკუბატორის დაათვალიერა. პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე 25,000-ზე მეტი კომპანია ყავს დარეგისტრირებული. დღემდე აქ 20,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი 2006 წლიდან დღემდე 22-ჯერ გაიზარდა და 705 მილიონი დოლარი შეადგინა. ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში შეიქმნა ვაიბერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკომუნიკაციო საშუალებაა. მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის Microsoft, Google და Facebook. მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას. ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები გამოცდილების, გაზიარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულებით 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47,515,000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთით 13,3%-ით, მაქსიმალური 13,34%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 13,326%-ით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 14,375%-ით შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში ნათქვამია განცხადებაში. ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელზეც თითქმის 2 წელია მთავრობა და პარლამენტი მუშაობს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დარეგისტრირებულა. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ბიზნეს კონტაქტთან აცხადებს, კანონპროექტი ბოლომდე ჩამოყალიბებულია, თუმცა ერთადერთი საკამათო საკითხი არის ის, თუ რა დოკუმენტების ერთობლიობაა საჭირო საქმის წარმოების დასაწყებად. საუბარია მინიმალური დოკუმენტების სტანდარტზე და მის განსაზღვრაზე. დამტკიცდება თუ არა ეს მუხლი მთავრობაში პირდაპირ შემოვა პარლამენტში და მაშინვე გავიტანთ კენჭისყრაზე. ამ ნაწილის გარდა ყველაფერი მზად არის, აცხადებს თემურ მაისურაძე. თბილისში თავისუფალი ზონის პრეზენტაცია გაიმართა. ზონის ადმინისტრატორმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ საზოგადოებას თბილისის თავისუფალი ზონის კონცეფცია, ზონაში ოპერირების პირობები და სხვადასხვა ბიზნესის მიმართულების განვითარების შესაძლებლობები გააცნო. შეგახსენებთ, რომ ზონა 2016 წელს გაიხსნა და ის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ფუნქციონირებს.
მიმართულებებზე, როგორც აღნიშნეს, შეიძლება იყოს ნებისმიერ სახის წარმოება, რომელიც განკუთვნილი ექსპორტისთვის, შესაძლებელია მსუბუქი მრეწველობის, ფარმაცევტული მრეწველობის, სხვადასხვა სახის საწარმოების განთავსება, ასევე მაღალტექნოლოგიური საწარმოების და დატა ცენტრების განთავსება, რაც კარგად ერგება იმ საქართველოს შეღავათებს, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. გასაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილის ბოლოს დასრულდება, როგორც ბიზნეს კონტაქტს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფრანგული კომპანია გეოსტიკი გაახორციელებს, რაც შეეხება პროექტით სოკარის დაინტერესების საკითხს. მარიამ ვალიშვილის განმარტებით, სამინისტრო თავდაპირველად ფრანგული კომპანიის ანგარიშს გაეცნობა და შემდეგ სოკართან გასაცავის მშენებლობაში თანამონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. ეს კვლევა გვიჩვენებს, გასაცავი იქნება სტრატეგიული ობიექტი თუ კომერციული ფორმით იმუშავებს, აღნიშნა ვალიშვილმა. გასაცავის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი ბიზნესისთვის რისკებს არ შეიცავს. ამ განცხადებას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აკეთებს. თემურ მაისურაძის თქმით, ბიზნესს მოუწევს კეთილსინდისიერი მოქმედება და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მომხმარებლის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. ბიზნესის ინტერესი არის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება მიიღოს, ხო? მოქალაქის ინტერესები არის ასევე მინიმალური დანახარჯებით, რაც შეიძლება კარგი პროდუქცია შეიძინოს. აი ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. მას უნდა მინიმუმი დახარჯოს და მაქსიმუმ ფული მიიღოს, მოქალაქეს უნდა მინიმუმი დახარჯოს და რაც შეიძლება კარგი სერვისი მიიღოს. თუ ჩვენ მომხმარებლების უფლებებზე გადავივლით, ჩვენ იმ ევროკავშირზე და ევროკავშირთან ინტეგრაცია ამას ეს უნდა დავივიწყოთ. იმიტომ რომ იქ პირველია მომხმარებელი. მაგრამ არასოდეს არ გვავიწყდება ბიზნესი. ბიზნესს მოუწევს კეთილსინდისიერი მუშაობა, ანუ არ გავაკონტროლოთ არაფერი, არაფრის დაბრუნება არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყიდო, რასაც მე გაწვდი, ეს არასწორი პოლიტიკაა. რაც შეეხება მომხმარებლის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას, რომელმაც კანონპროექტის მიხედვით მომხმარებლის დარღვეული უფლებები უნდა დაიცვას, თემურ მაისურაძე, როგორც ჩანს, ახალი ინსტიტუტის შექმნის მომხრე არ არის, იმ შემთხვევაში თუ კონტროლის განხორციელება უკვე არსებულ ინსტიტუტებს შეეძლებათ. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული დამატებით ინსტიტუტის შექმნა, თუ ერთი ინსტიტუტი ამას შეძლებს და აკეთებს. შეიძლება ჩვენი ქვილაპარაკოთ, შეიძლება კადრების გადამზადებაზე, ცოტა თანხის დამატებაზე, მაგრამ ახალი სტრუქტურები არასწორია. ადმინისტრების მთელი პლუსი არის ის, როდესაც ადმინისტრება ხდება მინიმალური ასევე დანახარჯებით მაქსიმალური მომსახურება. თორე ჩვენ ისედაც გადაბერილი გვაქვს შტატები, ისედაც ზედმეტი ჭარბი ხალხი ყავს საყვარელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ამაზე არაერთი პრეტენზია გაგვიგონია თქვენს და ჩვენს. აქედან ფიქრობ, რომ რამე ახალი შტატების საყვარელი არ არის სწორი, თუ ის განსაკუთრებული აუცილებლობით არ არის განპირობებული. საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანია Korea Hydro & Nuclear Power-ის დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო საქმიანობით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდი აცხადებს, საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს, საქართველოს ენერგოს სექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში შეხვედრებს მართავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს, მათ შორის საუბრობენ ნესკრაჰესის პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია K-Water-ია. კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვალუტის კურსს ეროვნული ბანკის მონაცემებით. 1 დოლარი 2 ლარი და 30 თეთრი ღირს, 1 ევროს ფასი 2 ლარი და 57 თეთრია. 1 გირონკა სტელინგის ფასი 3 ლარი და 26 თეთრია, 100 რუსული რუბლის 3.4 ნიშნულზეა. 100 იაპონური ენი 2.4 ლარია, 1 თურქული ლირა 80 თეთრი. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 42 თეთრი, 1000 სომხური დრამი კი 4 ლარი და 80 თეთრია. გავიგოთ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. თბილისში ცვალებადი მოღრუბლობაა, მოსალოდნელი ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება. ზუგდიდში 18, ქუთაისში კი 20 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში ცვალებადი მოღრუბლობაა და 18 გრადუსია მოსალოდნელი, 19 გრადუსი იქნება ბათუმში. ფოთში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება. სოხუმში ცვალებადი მოღრუბლობა ივარაუდეს სინოპტიკოსებმა და 19 გრადუსი სითბო. მესტიაში ცვალებადი მოღრუბლობა და 6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში 17 გრადუსი იქნება, გორში კი 16 რუსთავში. ცვალებადი მოღრუბლობა იქნება და ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.
ახალციხეში ასევე 14 გრადუსი, ბორჯომში +12 გრადუსია მოსალოდნელი, ამბროლაურში კი 16 გრადუსი იქნება. ციხნახში ცვალებადი მოღრუბლობა ივარაუდეს სინოპტიკოსებმა, ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება. თელავში 14 გრადუსია მოსალოდნელი, მარნეულში 16, სტეფანწმინდაში 5, ხოლო ომალოში 14 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურული მაჩვენებელი. გაათავისუფლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის რამდენიმე ბაღის დირექტორი სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ტორდინავამ ისაუბრებს საქმენდილაში დილომშვიდობის ბატონ თემურ მოგესალმებით. დილომშვიდობის მოგესალმებით. საკმაოდ აჟიოტაჟი შეიქმნა და ფონი ესეთ შექმნილი პოლიტიკური ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ რატომ გაათავისუფლდნენ დირექტორები საბავშვო ბაღებიდან და არის თუ არა ამის მიზეზი მათი პარტიული კუთვნილება? პოლიტიკური ნიშნით არც ერთი დირექტორი არ განთავისუფლებულა და არც განთავისუფლდება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესებს, უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე იგივე კვალიფიკაციის მიმართულებით. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც წესდებით და შინაგანად წესით უნდა ქონოდათ უმაღლესი განათლება, მე ვსაუბრობ მოადგილეებზე და 50-მდე ასეთი ადამიანი, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამებოდა წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ისინი განთავისუფლდნენ თანამდებობიდან. აუდიტი ჩატარდა, შესაბამისი აუდიტის შედეგების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების სააგენტომ, რომ ეს ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ. ეს აუდიტის შედეგები თუ გააცანით მოქმედ უკვე ყოფილ დირექტორებს, თუმცა იმ მომენტში მოქმედ დირექტორებს, მათთან იყო თუ არა გასაუბრება და საერთოდ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, როდესაც აუდიტი ხდება თბილისის საბავშვო ბაღებში მონიტორინგი მიმდინარეობს პერმანენტულად, მაგრამ ამ შემთხვევაში მონიტორინგი, ანუ ინსპექტირება განახორციელა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გამოითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია სხვადასხვა საბავშვო ბაღებიდან და ამ დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ დაიდო დასკვნა, სადაც აღმოჩნდა არამიზნობრივი ხარჯები და ფინანსური გადაცემები, გამომდინარე აქედან სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება რამოდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორის განთავისუფლების შესახებ. არამიზნობრივი ხარჯვა მე მაინც დავამატებ, მხოლოდ გათავისუფლებით არ სრულდება ხოლმე, იმიტომ რომ სახელმწიფოს თანხებზე არის აქ საუბარი. ერთ-ერთი დირექტორი 215 ბაგა-ბაღის დირექტორი მაესტროს ეთერში აცხადებდა, რომ მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა აუდიტის ჩატარების დროს. მინდა რომ მაინც თქვენ არგუმენტებით უპასუხოთ ამ 215 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ყოფილი დირექტორი ხატია ლაშქარაშვილი განთავისუფლდა განმეორებითი დარღვევის შედეგად. ანუ მას პირველ დარღვევაზე ჰქონდა დისციპლინარული სასჯელის ზომა სასტიკი საყვედური. რა დარღვევაზე იყო? ეს იყო არა მარტო ფინანსური დარღვევები, სხვადასხვა ტიპის გადაცდომები და პირველ დარღვევაზე ჩვენ მას მივეცით საკრებულო სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე საყვედური, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა გამოითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია, ამის საფუძველზე გავანთავისუფლეთ ამ დასკვნის საფუძველზე 215 საბავშვო ბაღის დირექტორს. რაც შეეხება მე მინდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ, ყველაფერი რაც საბავშვო ბაღებში ხორციელდება, იგივე ის რეფორმები, რომელიც არაერთხელ მისაუბრია თქვენს ეთერში, 2014 წლიდან დღემდე 20-ზე მეტი დირექტორი არის განთავისუფლებული სხვადასხვა დარღვევების გამო და ამ დარღვევებზე შემიძლია გესაუბროთ, იგივე საკვების გადამალვის ფაქტები იყო სამზარეულოს ბლოკში, განმეორებითი ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების გადამალვის ფაქტები, სხვადასხვა ფინანსური გადაცდომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დირექტორი, სადაც ასევე და ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, სადაც ასევე ხორციელდება და ხორციელდებოდა მონიტორინგი, მაგრამ მსგავსი დარღვევები არ ყოფილა. ანუ არის აქედან ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის სწორი და მე ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რომელიც კეთდება, არის არასერიოზული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს 2014 წლის თქვათ პოლიტიკური ნიშნით, როგორც ახლა საუბრობენ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ესეთი მიდგომა რო ქონოდა, ეს შესაძლებელი იყო 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი ადმინისტრაცია, მაგრამ მაინც მინდა ვკითხოთ უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, არამიზნობრივი ხარჯვა ახსენეთ თქვენ, რა თანხაზე არის ზუსტად საუბარი, რა თანხა გაიხარჯა არამიზნობრივად? სხვადასხვა საბავშვო ბაღში განთავისუფლებული დირექტორები, რომლებიც დღეს თქვათ იგივე ტელევიზიით გამოდიან,
არის სხვადასხვა თანხები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ. ჩვენ, ანუ სააგენტოს ახალი ადმინისტრაცია იგივე თათბირების რეჟიმში, ოფიციალური წერილების ფორმატით და ასე შემდეგ დირექტორებს ყოველთვის კონსულტაციების მიზნით, ყოველთვის ვაძლევდით მათ კონსულტაციებს, რომ მოეწესრიგებინათ კონკრეტული მიმართულები, იგივე კვების მიმართულებები და ასე შემდეგ და ამ მიმართულებით რეფორმები განვახორციელებთ. ნუ 2014 წლის სექტემბერში პერმანენტულად, რა თქმა უნდა, თათბირების და კონსულტაციების რეჟიმში, მაგრამ მე მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი. 2007 წელს ათეულობით საბავშვო ბაღის დირექტორი და ასეულობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ანუ გაანთავისუფლეს მაშინ მთავრობის დადგენილებით, ერთ დღეში მოხდა ათეულობით ადამიანების განთავისუფლება, მაგრამ ჩვენს მიერ განთავისუფლებული ბაღის დირექტორები განთავისუფლდნენ მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის დასკვნის შედეგად და მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის და შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად. თუმცა არანაირი ადამიანზე არის საუბარი ბოლო პერიოდში. 6 ადამიანი, მაგრამ გარდა ამისა, მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში და მე მინდა მოუწოდო ყველა თანამშრომელს, ყველა ბაღის დირექტორს, რომ მეტი პასუხისგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და პასუხისგებლობებს და ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, პოლიტიზირების საკითხი ალბათ შეიძლება გარკვეულ ჯგუფს აწყობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი აღსასდელები 56 აღსასდელი, რომელიც ჩვენ სისტემაში ღებულობს ხარისხიან მომსახურებას, მათ მიიღონ აბსოლუტურად კომფორტული და ხარისხიანი გასაგებია თქვენი არგუმენტები და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში, აპირებენ სასამართლოში დასვლას და საარჩევნო გადაწყვეტას. მზად ხართ სამართლებრივი დასვლა. რა თქმა უნდა, ეს არის მათი სამართლებრივი უფლება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განმეორდე, ჩვენ და პირადად მე პრინციპული ვიქნები ნებისმიერი დარღვევის მიმართ საბავშვო ბაღებში და ის მიდგომა, რომ ბავშვისათვის განკუთვნილი იქნება ეს საკვები, სათამაშო თუ თანხები, ეს ყველაფერი უნდა მივიდეს ბავშვამდე და უნდა მოხმარდეს ბავშვს. სამართლებრივი დავისთვის მზად ხართ. ბატონო, მინდა გითხოთ ამ მონიტორინგის პერიოდში არსებობს თუ არა ბაღები, სადაც შემოსვდნენ ყველაფერი რიგზე იყო და არ გათავისუფლდა არავინ და ანუ ინახავს. რა თქმა უნდა, ასეთი არის ათეულობით ბაღის დირექტორი, მე მადლობა. რამდენად მასშტაბურია ეს ცვლილებები, თქვათ, რომელიც განხორციელდა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ერთეული შემთხვევები. მე მადლობის წერილებიც მაქვს საბავშვო ბაღის დირექტორებისათვის, სანიმუშო, ასე ვთქვათ, მიდგომებისთვის და მუშაობისთვის და ჩვენ ყავს ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დირექტორი, რომელიც არაერთხელ ყოფილა მონიტორინგის ქვეშ, იგივე ჩვენი შიდა მონიტორინგის მხრიდან, მაგრამ მათთან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ზუსტად ეს არის კითხვის ნიშანი. ანუ თქვათ 100 ბაღში პირობითად დარღვევა არ არის და თქვათ რამოდენიმე საბავშვო ბაღში თუ დარღვევა აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, გავანთავისუფლეს საბავშვო ბაღის დირექტორი და გავანთავისუფლებ ყველა იმ ადამიანს, ეს იქნება დირექტორი თუ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, რა თქმა უნდა, ეს არის საწარმოო ჩვეულებრივი პროცესი, ჩვენი მთავარი მიზანი არის საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსასდელები, მაგრამ ამავდროულად პერსონალის უფლებების დაცვა. მე მაინტერესებს ოპონენტებმა, რომლებიც საუბრობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა გათავისუფლება დირექტორების, თუ მოითხოვეს კონკრეტული დოკუმენტაცია, აუდიტის შედეგები, რის საფუძველზეც მოხდა დირექტორების მონიტორინგის დასმა, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, მათი ასლები ჩემს ბრძანებასთან ერთად, ანუ განთავისუფლების ბრძანებასთან ერთად, ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს, რომელიც განთავისუფლა, თან აქვს, ანუ ჩვენ მას გავაცანით ეს დასკვნები და ეს დასკვნები, ამ დასკვნების ქსეროვასლები, რა თქმა უნდა, მათთან წაიღეს. ანუ ოპონენტებსაც შეუძლიათ რა თქმა უნდა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს და თქვათ იგივე ტელევიზიით რაღაც ამონარიდებზე როა დასკვნებიდან მე ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო საჯარო გახდეს. რა ეს უკვე ყოფილი დირექტორების უფლება, ანუ ჩვენ ამ დოკუმენტის ასე ვთქვათ გასაჯაროებას არ ვაპირებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ის შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ საკითხებს, რომელიც თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის აბსურდული დასკვნა, ასეთი შეფასებაც გაკეთდა. გასაგებია, თუმცა საბოლოო სამართლებრივი ასე ვთქვათ, გარემოში უნდა გადავიდეს და მე მინდა ასევე მშობლებს უთხრა იმ საბავშვო ბაღების რომელთა დირექტორებიც განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, იქ ჩვეულებრივ პროცესში მიმდინარეობს ასე ვთქვათ სამგზელო პროცესები და ჩვეულებრივად მიიყვანენ ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ყველაფერს იმსახურებენ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო. დიდი მადლობა ბატონო თემარებს. სამართლებრივი პროცესი, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია გათავისუფლება და გაგრძელდება თუ არა, რეალურად საბოლოო შედეგს და პასუხს, ასე ვთქვათ, იტყვის სასამართლო. დიდი მადლობა თემურ თორდინავამ, ბაგაბა
აბაღების სააგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას მობრძანებისთვის. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. აგვევოდეთ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა ძირითადად იმპორტის ხარჯზე. რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ადგილობრივი წარმოებისთვის? თემის დეტალებით თათია ჩაფიჩაძე გვერდება. თათია დილამშვიდობის. დილამშვიდობის. 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 522 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38%-ით მეტია. თუმცა აქედან ექსპორტი მხოლოდ 77 მილიონი ამერიკული დოლარია და 28%-ით ნაკლები წინა მაჩვენებელზე. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა ძირითადად იმპორტის ხარჯზეა გაზრდილი. ბოლო მონაცემებით იმპორტის წილი 454 მილიონი ამერიკული დოლარია, ანუ 63%-ით მეტი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 38% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 და იმპორტში 40%. მაშინ როცა 2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად ეს მაჩვენებელი 27, 33 და 25%-ით განისაზღვრებოდა. ევროკავშირის ქვეყნებთან გაზრდილ სავაჭრო ურთიერთობებზე ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და ის პროგრესი აღნიშნეს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა DCFTA-ის ამოქმედების გააქტიურების ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტის შემცველი სესხის გაცემას ითვალისწინებს. ამ ყველაფრის მხარდასაჭერად ახალი ფინანსური ინსტრუმენტი იქნება კომერციული ბანკების მეშვეობით ხელმისაწვდომი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკები იქნებიან ძირითადი პარტნიორები ჩვენი კომერციული ბანკების. აქ მნიშვნელოვანია, რომ იქნება საგრანტო კომპონენტი და ასევე ის, რომ სესხები იქნება ადგილობრივ ჩვენს ვალუტა. ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ვაჭრობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართველი მწარმოებლების მოლოდინები გაცილებით მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ფაქტია, რომ ციფრობრივად ამის გამოხატვა ჯერჯერობით არ ხდება. მიზეზებზე საუბრისას კივის მწარმოებელ კომპანია ნერგეტაში, რომელსაც 2 წელია მოსავალი ევროკავშირის ბაზარზე გააქვს, აცხადებენ, რომ ევროპისთვის მისაღები პროდუქციის დამზადებისათვის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესწავლა და მოსავლის სწორად მოყვანაა საჭირო. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ახლა იწყება, ფერმერებს საშუალება არ აქვთ საკუთარი წარმოება სხვა შეადარონ და მათი გამოცდილების გათვალისწინებით ნაკლები შეცდომა დაუშვან. ბევრმა ქართულმა კომპანიამ ან ბიზნესმენმა არ იცის დაუშვათ, რომელ აგრარული პროდუქტია მოთხოვნა ევროპაში, ის რომ დაადგინოს, რომ სიტყვაზე სალათის ფოთოლს, კივის ან დაუშვათ რომელიღაც განსაკუთრებულ ჯიშის ვაშს აქვს მოთხოვნა, ამის გაშენება თანამედროვედ ისე რომ მქონდეს იგივე შედეგი, რაც აქვს დაუშვათ სამხრეთ ტიროლში, ხო, სადაც ეფექტზე მოდის 100 ტონა ვაშლის. აი ამ 100 ტონა ვაშლის მიღწევა შედეგისთვის გორისთვის, ამის ადგილობრივი ცოდნა ფაქტურად არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში პროდუქციის უვნებლობა პრიორიტეტულია სტაბილურ მიწოდებასთან ერთად მეწარმისაგან დამატებითი გარანტიებისათვის საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატსაც ითხოვენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და USAID-ის პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს HACCP-სა და ISO სტანდარტების კონსულტირების ხარჯებს ნაწილობრივ დაფინანსებას თავაზობენ. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში ყველაზე ხშირად პირველადი წარმოების სტანდარტი Global Cap-ი მოითხოვება. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივ გილეს, რომელიც უკვე მეხუთე წელია კენკროვანი ხილის მოყვანით არის დაკავებული, შესაბამისი სტანდარტების დანერგვაში USAID ეხმარება. კოოპერატივის თავმჯდომარე ამბობს, რომ წელს მინიმუმ 25 ტონა მოსავალს ელოდებიან, რომლის გასაღებასაც ევროპულ ბაზარზე გეგმავენ. შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან კი უკვე შედგა. ევროპულ ბაზარზე რომ გავიდეთ, ნამდვილად მთელი მოსახლეობის ჩართულობაა საჭირო, რომ მივიღოთ გარკვეული რაოდენობა, რომ სტაბილური მიწოდება უზრუნველყოთ. ეს იქნება მინიმუმ ახლო მომავალში რომ გაშენდეს 20 გექტარი მაინც.
რომ კონდეს შესაძლებლობა მათთან მოლაპარაკებების წარმოებისა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავალთ ევროპულ ბაზარზე. ყველაზე ხელშემშლელი პირობაა, რომ არ გვაქვს რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ ექსპორტის ჯამური ღირებულება DST-ს სივრცეში ექსპორტს 3 მილიონით აღემატება. დიდი მადლობა თათი აქტუალური თემის განხილვისთვის და განვაგრძობთ გადაცემას. რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმიანობა და გაუთვალისწინებელი შედეგი, რა რისკების გათვლა უნდა მოხდეს ფერმერის მიერ საქმიანობის დაწყებამდე და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებს. კომპანია ქართული ბაღების დამფუძნებელი სულხან თურმანიძე გსტუმრობს დილიდან. მოგესალმებით ბატონო სულხან, უღმის მადლობა. მობრძანებისთვის პირველ რიგში თქვენ საქმიანობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რა საქმიანობთ, რა მიმართულებით ვითარდება თქვენი ბიზნესი და რა ეტაპზე ხართ ახლა? ჩვენს კომპანიას გაშენებული აქვს ბროწეულის ბაღი, პლანტაცია, თანამედროვე ინტენსიური სტილის ბაღი, 12 ჰექტარ ფართობზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ მარნეულის რაიონში, წითელ ხიდის ზონასთან ახლოს. ეს არის პირველი მასშტაბური პლანტაცია, რომელიც არსებობს საქართველოში, სულხან და ანუ ეს მიმართულება არის ახალი, ხომ და დაიწყე შენ. ანუ თათი ამაც ისაუბრა ჩართვაში, რომ თქვათ ყველაზე ცუდი რაც არის, რომ ფერმერებს არ აქვს საშუალება, ანუ შედარება მოახდინონ, ან სხვისის შეცდომა გაითვალისწინონ, როდესაც თქვათ იწყებენ ბიზნესს. ანუ ისინი ფაქტობრივად იწყებენ ნულიდან, მათ არ აქვთ არანაირი გამოცდილება, თქვათ პრაქტიკული ამ ბიზნესში. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ბიზნეს დაწყება და რეალურად თქვათ გათვლა რაც ქონდა იყო თუ არა სწორი. ჩვენ ვიცოდით იმის შესახებ, რომ ეს გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული, რა თქმა უნდა. სოფლის მეურნეობაც ამ კუთხით მე მგონი ჩვეულებრივი ბიზნესია. სულხან, თავი რისკი კლიმატური პირობები იყო? ჩვენ ვიცოდით, რომ თავარი რისკი იყო კლიმატური პირობები, კერძოდ ჩემს კულტურას, ანუ ბროწეულს უჭირს ზამთარში -10 გრადუსზე უფრო დაბალი ტემპერატურის გადატანა, მანამ სანამ ის არ მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. ზრდასრული ეგრეთ წოდებული, ეს შეიძლება ჩაითვალოს 5-6 წლის ასაკად. შემდეგ უკვე მას ეს ანუ გამძლეობა უვითარდება გენეტიკურად სწორედ ამიტომ მოსავალი ჯერ არ მიგიღიათ თქვენ. სწორედ ამიტომ მოსავალს უკვე წელს პირველ სერიოზულ მოსავალს ველოდები წელს, მაგრამ ვეჭვობ რომ ეს შედეგი ანუ ამ ზამთარს მაინც უკეთესი კლიმატური პირობები იყო? არა. მიუხედავად იმისა, რომ გამოეჭვობთ რომ დიახ, წელსაც იანვარში სულ ერთი ღამე იყო -15 გრადუსი. ის საკმარისი იყო 2 საათით -15 გრადუსი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბაღის ანუ ხის მერქნის გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო და ის ახლა თუმცა შეფერხებულია ხო? დაშეფერხებულია. დიახ, არ ფიქრობთ ალბათ რომ თქვა ამაზე ანუ გაჩერდეთ ამ მიმართულებით, ეს მიმართულება განვითარდება, როგორც მივხვდი და თქვა როდესაც მიხვალთ ყოველ შემთხვევაში იმ კონდენციამდე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ გაძლიერების შემდეგ ხეების მიიღებთ მოსავალ საჭიროს. რა სამუშაოებს ატარებთ დღეს? ნამდვილად რთულია, იგივე დაზღვევის სისტემაზე მინდა კითხოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ თუ იცნობთ თქვა პროგრამებს, რომელიც არსებობს სახელმწიფო და თუ სარგებლობთ თქვა აგროდაზღვევის პროგრამით. აგროდაზღვევის პროგრამა მე როგორც ვიცი, ჯერ კიდევ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩამოყალიბების და ის შექმნის და ფორმირების პროცესში იმყოფება. კი, საპილოტე პროექტია, ის ყველაფერს არ მოიცავს და ამ კონკრეტულ პერიოდში არ მოიცავს ზამთრის ანომალიურ ტემპერატურებს. მოიცავს გაზაფხულის ანომალიურ ამინდებს, ეთყვას, ასე შემდეგ, შემოდგომის ნაადრევ ყინვას, მაგრამ არ მოიცავს გაზაფხულს. იმიტომ რომ ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრობლემა. არ არის თქვა ბროწეული ისეთი მასშტაბით არ არის საქართველოში დანერგილი, რომ ეს აუცილებელი იყო სახელმწიფო პროგრამაში ჩასადებად. ამიტომ გასაკვირიც არ არის. რატომ გადაწყვეტეთ მარტო ბროწევ, ან კონკრეტულად ამ საქმის კეთება? ხო, რატომ ბროწევ? სხვა მიმართულების განვითარებასაც ხომ არ გეკმავთ? კი, სხვა მიმართულებას ვაკვირდებით ისევ ჩვენი ბაღის ფარგლებში დარგული გვაქვს კალიფორნიული ჯიშის ნუში. იმას ნუშს ვაკვირდებით, გვაქვს დარგული გარგარი. ეს ადგილობრივი კლიმატური და აგროკლიმატური პირობების შესწავლის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ეს მოგვეყვანა ხარ. ბუნებრივია, რომ აქ ქვემო ქართლში ციტრუს ვერ მოიყვან, ან სულხან ამ შემთხვევაში გაამართლა? იმ კულტურებსაც თავისი ისე აქვს, რისკები აქვს. ამიტომ მინდა ვთქვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ როცა ამ საქმეს ადამიანი იწყებს,
საკმაოდ გრძელვადიანი გათვლები და საკმაოდ გრძელვადიანი მოთმინებაც უნდა კონდეს ამავდროულად. შეიძლება ითქვას, რომ რთულ საქმეს შეეჭიდეთ, მაგრამ იმედია, რომ წარმატებით განხორციელდება. ხო, ანუ იდეაში დავდგავთ ხეს და გაზაფხულზე მომცემს. ასე არის. ხან მე მინდა გითხოთ, თქვენ გამოსავალ სად ხედავთ? რაიმე ვთქვათ, დახმარება თუ შეგიძლიათ, თქვენივე საქმიანობისთვის ვთქვათ, ვინმეს დახმარება გჭირდებათ, ამ კუთხით რაიმე საშუალებები თუ არსებობს, რომ ამ ყინვას გაუძლოს მცენარეებმა და შემდგომ აინტერესებს რეალიზებას სადაპირებთ ამ პროდუქტის. დახმარება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს აპრობირებული ყინვასთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები, ეს არის ტექნიკური საშუალებებია, ძალიან განვითარებული ტექნიკური საშუალებები უკვე არარენტაბელურია, იმიტომ რომ იმხელა მასშტაბი არ აქვს ბიზნესს, აქვს რაღაც ისეთი სამეურნეო სველითივის დაცვა თუნდაც, ხო? მაგრამ ის ვერ ცვლის, ვერ შეცვლის 1 და 2 გრადუსზე მეტ ცვლილებას ვერ მოგცემს, ხო? როდესაც კულტურა უძლებს -10 და გაქვს -15, აქ უკვე ბრძოლას აზრი შეიძლება ეკარგება კიდეც. სულხან, ქართულ ბაზარზე მინდა კითხვა, შესწავლილი გაქვს თუ არა, იგივე პროცეულის მიმართულება, იგივე ნუშის მიმართულებით და ძირითადად იმპორტი ხდება, როგორც ვიცი, აქ წარმოება თუთ განვითარებული არ არის. ნუში თითქმის 100% იმპორტი უნდა იყოს, მე მგონი, რაც შეეხება ბროწეულს, ბროწეულიც სადღაც ჩემი გათვლებით 70% დაახლოებით იმპორტულია. მაგრამ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს აქაურ გემოს. ჩვენს ბროწეულს, აზერბაიჯანულ ბროწეულსაც, რეგიონის სამხრეთ კავკასიურ ბროწეულს ტკბილმჟავის რაღაც საინტერესო ბალანსი აქვს. ჩვენ ხალხს ეს უფრო სიამოვნებს და მოსწონს. ამიტომ ადვილად მიანიჭებენ უპირატესობას თქვათ ჩემ ბროწეულს თუ ის ოდესმე მოვა და მეკრება. რა მოცულობაზე ფიქრობ, რომ როდესაც თქვათ ყველაფერი დაალაგდება და ის ფართობი რაც არის და რა პლანტაციის მოცულობაც არის, რა მოსავალი უნდა მოგცეს თქვათ ეგ მე ვფიქრობ, რომ სადღაც 3 წელიწადში, 2018 წლისთვის, 2019 წლისთვის ეხანდელი ზომა ჩემი ბაღისა სადღაც 200 ტონის ფარგლებში მოსავალს უნდა რაც აღარ არის ცოტა. ცოტა არ არის, ნამდვილად. ჩვენ გადავამოწყოთ შემდგომ. გადავამოწყოთ 3 წელიწადში. კი ბატონო, მადლობა სულხან, წარმატებებს გისურვებ. ნუშის მიმართულება ძალიან საინტერესოა. ეგრევე პირდაპირ აღნიშნა რომ ახლა ნუში აქ ადგილობრივი წარმოება მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია თუ არის მე გამოგეხმაუროს და თავარი მოთმინებათ ისევ დაგვატიჟებთ ჩვენთან სტუდიაში. გამოჩნდეთ მოთმინება წარმატებას გისურვებთ. მადლობა დამფუძნებელი სულხან თურმანიძე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას კიდევ ერთხელ. ნახვალ კიდევ სანდრო ეფხოზესთან გადავინაცვლოთ. სანდრო დილამშვიდობის. მეგობრებო, მოგესალმებით. $1 ოფიციალური ღირებულება უკვე 2 ლარი და 31 თეთრია. ეს მაჩვენებელი კი გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 0.110 პუნქტით გაუფასურებელი მაჩვენებელია. დოლარის როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების ტენდენციებს კომპეტენტურ სტუმართან რეკლამის შემდეგ მიმოვიხილავთ, ასე რომ დაგვევლით. კვლავ ეთერშია და განვაგრძობთ გამოშვებას. მოკლედ ლარის გამყარების და შემდეგ გაუფასურების დინამიკა, როგორც მოგეხსენებათ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გუშინ მცირედით დაახლოებით 0.110 პუნქტით გაუფასურდა და ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებაში კიდევ ერთხელ შევახსენებთ მაყურებელს 2 ლარი და 31 თეთრი შეადგინა. მოკლედ რაშია გამოსავალი, რატომ ასე ვთქვათ დაიჭირა ლარმა თავის დროზე გამყარების, შემდეგ კვლავინდებურად გაუფასურების დინამიკა. ამ კითხვებზე პასუხის მიღებას უკვე ეკონომიკის ექსპერტისგან ბატონი ემზარ ჯგერენაიასგან ვესწრებით, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ბატონო ემზარ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ნუ შეიძლება ითქვას ლარი მცირედით ვყარდებოდა დროთა განმავლობაში, თუმცა გუშინ კვლავინდებურად დაიჭირა გაუფასურების ტრენდი. ძალიან ბევრი ამ ყველაფერს ნუ საკუთარ არგუმენტებს იშველებს ხოლმე როგორც წესი ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამ არგუმენტებს ოდნავ მოგვიანებით მოვიშველიებთ ჩვენს დიალოგში, ასე ვთქვათ. თუმცა თქვენი აზრი მაინტერესებს კონკრეტულად რატომ დაიწყო ლარმა კვლავინდებურად გაუფასურება? ანუ მაკროეკონომიკური ფონი როგორია დღესდღეობით ქვეყანაში? გისმენთ? პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ დოლარის ინდექსი გამყარდა მთელ სოფლიოში. 95 და 60 ბიასადის ირგვლივ არის.
მეორე ფაქტორი ჩვენს ირგვლივ რეგიონში პანიკა მოიხსნა. პანიკა მოიხსნა არ ნიშნავს რომ სიტუაცია გამოსწორდა არ აზერბაიჯანში ან თურქეთში ან რუსეთში. იგივე დაძაბულობა და გამოწვევი რჩება ამ ქვეყნებში, უბრალოდ პანიკა მოიხსნა, იმიტომ რომ ავტობუსის ფასი 40 ლიტრი არის და მას შეაჩერა ეს პანიკური ფონი. უნებრივია რომ ჩვენს ზეგავლენა შეასუსტა, ლარზე ზეგავლენა და რა თავი რა ხდება ქვეყნის შიგნით. ეს არის მარადიული ჭიდილი, ესე ვთქვათ, კეისიანებს და მონეტარისტებს შორის. ჩვენთან სახელმწიფო მოხმარება მცირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თლიანი მოხმარების პრობლემაა, რომელიც შედგება კერძო მოხმარებისგან, სახელმწიფო მოხმარებისგან, ინვესტიციებისგან და წმინდა ექსპორტისგან. და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯავს ნაკლებს, ვიდრე უნდა დახარჯოს და მიმოქცევა შეიძლება ნაკლები ფული. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რამაც ლარის კორექცია გამოიწვია, რომელიც სახელზე გვაქვს. ანუ ესე იგი რეალურად დეფიციტური ხარჯვაა, რაც ერთ-ერთი მთავარი შენიშვნაა, როგორც წესი, ანალიტიკოსების მხრიდან, ანუ თქვენი აზრით, თქვენ ეთანხმებით, რომ რეალურად ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი ეს არის. გარდა ამისა, აქვე მინდა რამდენიმე მიმართულება მოვიშველიო თქვენთან საუბარში ბატონო ემზარ, იგივე ავიღოთ მაგალითად ექსპორტი, იმპორტი, ნუ იგივე ინვესტიციების მაჩვენებელი, ტრანზაქციების მაჩვენებელი, რომელიც არის მთლიანობაში შემცირებული და რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი და მთავარი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების შეკუმშვა. ეს ყველაფერი ცხადია, ცალსახად ახდენს ლარზე გავლენას. თუმცა სურათი იყო ანალოგიური დაახლოებით 1 კვირის წინაც, 2 კვირის წინასაც, როდესაც ლარმა დაიწყო მცირედით გამყარების ტენდენცია და აი ეს მცირედი გამყარებას რას უკავშირებთ ბატონო ემზარ? ჯერ დეფიციტური ხარჯვა არ არის, პირიქით ფულის საკმარისად მაგრამ არ ხარჯვა. აღლაპარაკე ზუსტად იმ ფაქტორებზე თქვენ რომ ზარდა ყველა ძირითადი ფაქტორების მიხედვით 2016 წლის პირველი კვარტალი როგორც მოსალოდნელი იყო ძალზე მძიმე მაჩვენებლებით არის დამახასიათებელი. პირველი ეს არის ექსპორტის ვარდნა წინა წლებთან შედარებით 30%-მდე საკმაოდ სერიოზულია. თქვენ იცით რომ რამდენიმე ქარხანა გაჩერებულია პირდაპირ სხვადასხვა მიზეზით და გამეს იყო აზოტი გაჩერებული იყო, სტაფონი ჭიათურა რომელიც ძირითადი ექსპორტის ყალატის შემდგენელები არიან. შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსფერებიც შემცირდა თქვენ მიერ დასახელი მიზეზის და გამო რუსეთიდან და საბერძნეთიდან. შემცირდა ასევე ინვესტიციების მოზიდვა პირველ კვარტალში და ბუნებრივია არც ერთი დიდი ტრანშის კრედიტი არ მიგვიღია. მცირე ოდენობით გრანტი რომელსაც მივიღეთ ის დაგვიანდა და 30 მილიონის თქო ობლიგაციები ფასიანი გაყალდები გამოუშვეს სახელმწიფომ. აქედან გამომდინარე ყველა ის ნაკადი რომელიც უზრუნველყოფდა საავტო ნაკადების მოდინებას იყო შემცირებული. ბუნებრივია ლარზე ზეწოლა გაზრდილიყო და უნდა გაუფასურებულიყო ამ წესების მიხედვით, ანუ დარჩენილიყო მინიმუმ იმ ეკვილიბრუმის წერტილში, რომელიც იყო 4.55-ის დონეზე. მაგრამ სწორედ იმიტომაც რომ ფულის მიწოდება ბაზარზე შემცირდა, მთავრობამ შეამცირა, სწორედ ლარმა განიცადა ეს გამყარება, რაც გქონდა ბოლო 2 კვირა. მცირედი გამყარება. თუმცა აქვე ძალიან ბევრი და პრინციპ შეიძლება ითქვას ყველა თანხდება, რომ გარკვეულწილად შოკ ფაქტორები, რაც თან ახლდა ლარის გაუფასურებას დროთა განმავლობაში 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო ლარმა მთლიანობაში გაუფასურება და ცხადია ბაზარზე იყო აჟიოტაჟი და ის შოკ ფაქტორები მეტწილად არის მოხსნილი. ძალიან ბევრი გამარტივდა. აი ეს რამდენად დიდ როლს თამაშობს დღესდღეობით აი იგივე სავალუტო აუზში. კიდევ ერთხელ ამოვარდნ, შემცირდა პირველ რიგში ექსპორტი, მაგრამ იმავდროულად შემცირდა სამწუხაროდ იმპორტიც და სწორედ მთლიანობაში მოთხოვნა შემცირდა, ეს არის ძალზე რთული პრობლემა, ეს საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკის დიდ შემცირებას. ეს არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე დგას. კი ბატონო, ანუ ეს არის მთლიანობაში. აი ხა ეროვნული ბანკის ქმედებებზეც მინდა გკითხოთ, ანუ მთლიანობაში დავიწყოთ გიორგი ქადაგიძის ქმედებებით და ნუ გავაგრძელოთ პრინციპში, ნუ ჯერჯერობით სასაუბრო არაფერი არ არის, იგივე კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე. ამ შემთხვევაში უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტია ის და აი მთლიანობაში ეროვნული ბანკის ქმედებები მაინტერესებს, რამდენად რელევანტური იყო და რამდენად შეესაბამებოდა იგივე რეალობას. დრო მაჩვენა და ლარის მდგომარეობა მაჩვენა. რომელიც აბსოლუტურად თითქმის რელევანტურია, ხო უშიშტომა არავინ არ არის, გარკვეული შისტომა იყო, მაგრამ ძირითადში ეროვნული ბანკის ხაზი იყო სწორი და გამართლებული. ჩვენ დღეს გვაქვს მეტნაკლებად მყარი ლარი, გვაქვს შენარჩუნებული საავტო რეზერვები, მყარი ფინანსური სისტემა და ეს სწორედ ყველაფერი ამის შედეგია. ანუ ზედმეტ ინტერვენციას არ შეეძლო იმ წუთში რამე შედეგი მოეტანა, იმიტომ რომ ეს იყო ჩამოყალიბებული ტრენდი და ფუტყულად ფულის გადაყრა იქნებოდა ჰაერში. დრომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ყოფილი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პოლიტიკა იყო სწორი თითქმის და მან მოგცა გარკვეული დადებითი შედეგები დღეს საქართველოს
ყარი საფინანსო სისტემა გააჩნია. კი ბატონო, აი დღესდღეობით როგორია თქვენი მოლოდინები? ნუ აჟიოტაჟი ყველანი თანხმდებით რომ მეტნაკლებად არის ჩამცხრალი, თუმცა მაინც და მაინც მაკროეკონომიკური ფონი არ არის სტაბილური და ამ ყველაფერს აქვს რა თქმა უნდა საკუთარი ობიექტური მიზეზები, ჯერ მარტო რეგიონში შექმნილი რთული სიტუაცია რადგირს. აი აქედან გამომდინარე როგორია თქვენი მოლოდინები? ლარი დაიჭერს კლავინდებურად გაუფასურების ტრენდს. ნუ მესმის რომ აბსოლუტურად კურსის პროგნოზირება არის უმადური საქმე, თუმცა მთლიანობაში გათვალისწინებით მთლიანი მაკროეკონომიკური ფონისა როგორია თქვენი ანალიზი? დევალვაციის საშიშროება კვლავ არსებობს და ბუნებრივია, იმიტომ რომ საგადამტყელო ბალანსის ის მაჩვენებლები რომ დღეს ჩვენ გვაქვს არ არის დამაიმედებელი. პირველი პრობლემა არის ეკონომიკის გაუმჯობესება. ამის გარეშე რამის თქმა ლარის ირგვლივ ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ არც ერთი მონაცემი ლარის სასარგებლოდ მისი გამტკიცების სასარგებლოდ დღეს არ მეტყველებს. არ მეტყველებს, დიახ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მიმდინარე ანგარიშთა გეგმის მონაცემის გაუმჯობესებაზე და მაშინ შეგვეძლება უკვე დაწყნარებული იყოს. დღეს დაწყნარების და დამშვიდობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კი ბატონო, დავაუდოთ რა მიმართულებით განვითარდება ლარის ტრენდი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ემზარ, ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის. ბატონო ემზარ გერენაია იყო ჩვენი სტუმარი. მეგობრებო, ამ დროისთვის სულ ეს იყო წინგელით საკმაოდ საინტერესო ბიზნეს კონტაქტის გამოშვება ზუსტად პირველის ნახევარზე. მე კი ამ დრომდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა სანდრო. მადლობა სანდრო, საქმიანი დილა დღეს ამით დასრულებულია. წარმატებულ და საინტერესო ხუთშაბათ დღეს გისურვებთ. და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.